გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით მეგობრებო, დაბრუნდა. აი. გამარჯობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვერც წამყვანობა და ვერც თანაწამყვანობა ერთ-ერთმა ადამიანმა ვერ ისწავლა, ვერც დაწყება და ვერც ვერ დაწყება, ამიტომ მე დავიწყებ ისევ. დღეს თუ პოდკასტი კვლავ თქვენს ეკრანებზეა და როგორც დაგპირდით, ჩვენი სტუმარი არის ნოდარ ლორდკიფანიძე, რომელსაც დიდი ხანია, ესე იგი, ვაანონსებთ, რომ მოგიყვანდით და მადლობა რომ მოხვედი. პირიქით, მადლობა რომ მომიწვიეთ რა. ნარდის ფედერაციის არანაირი კავშირის მქონე. არანაირი. შევიტყო რომ ძალიან მიხარია თქვენთან ერთად რომ აქ რომ მოვხვდი, თუ დასტოინად თავდგება. გავშალო უკვე ჭადრაკი თუ ჯერა. გავშალოთ. როგორც გაგიხარდეს. ორი სიტყვა. აჩიკო უკვე გამოი კონტექსტს ვეთქვი. სანამ ჩაწერა დაიწყებოდა. ხალხს ვეთქვი კონტექსტს რა. ნოდარს თავის YouTube არხი აქვს, ნოდარ ლორდკიფანიძე, რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ხო? და დავაჩელენჯეთ მოკლედ ნოდარი, რომ მაგნუს კარლსენს უნდა შეხვედრო და Title Tuesdays-ზე ეს ყოველკვირეული ტურნირი არის მოჭადრაკეების ონლაინ chess.com-ზე. დამთარსეთ მე მგონი. ყველას შეხვდა, აბსოლუტურად ყველას შეხვდა მაგნუსის გარდა და ეს იყო მე მგონი ძალიან უიღბლობა იყო რა, პროსტა არ გაუმართლა რომ მაგნუს კონკრეტულად ვერ შეხვდა და ეხა მოხდა ეგეთი რაღაცა რომ მაგნუსი დაბლოკა chess.com-მა, კი რა და რაღაც აერია თურთიერთობა მაგნუს და chess.com-ს და აღარ თამაშობს და მაგიტო მოგვეცა შესაძლებლობა რომ რაღაცა ჭადრაკი ჯიზე გადმოსულა. შეიძლება. ეგ არსებობს ეს საიტი. ჭადრაკი. ის საიტი არსებობს კი? ჩემი მეგობრის არის. აქეთ გადმოსულა, მოიცა ეს ურთიერთობა აერიათ რასეში, სამ რა. რაღაცა ფულის ამბავში მოკლედ სტანდარტულად რა. როგორც ხდება მოიცა მაგნუსა ითხოვდა ამადგან ფულს. მაგნუსამ თავის სერვერი გააკეთა. ჭადრაკისა. დაახლოებით მართლა ეგრეა. ხო. ანუ თავის გააკეთა, მე ამათ იყიდეს, რაღაცა გაერთიანება ქონდათ ფულს, რაღაცებს იყოფდნენ და ეხა ისევ ჩატყდნენ რა. და ცალკეა მაგნუსი. მე მგონი ცუდი განაწყვეტილება არის. წელში უნდა ჩაჯდომოდა რა. მაგრამ შენ რამდენი ხანია რაც თამაშობ ჭადრაკს? ძალიან დიდი ხანია, მე 5 წლიდან თამაშობდი, მე 16 წლის ასაკში დავანებე თავი. და 24 წელს დავბრუნდი. ეგ ისეთი ასაკია, ტრავმა ჭადრაკს არსებობს, კი, ტრავმა მივიღე რა ევროპის ჩემპიონატზე, გავედი მე 12 ადგილას და მე და მამაჩემმა ძალიან ვიჩხუბეთ რა. მართლა? და მე 8 წლის მერე დავბრუნდი უკან. მე 12 ადგილი არის, მე 10-იც არ არის. მაგ დროს ძალიან ცუდია. რა შეფასება იყო ხა? არა, მე ვეთანხმები ბოლომდე რა, მაქსიმალისტად. კომენტატორის შეფასება, აი, უნდა მიყავდეს. და მეგობრებო, სამწუხაროდ მე 12 ადგილი, რომელიც მე 10-ს კი არ არის. სწორია რა. და რა მაგ დროს ხარ რა, რაღაცა სპორტულ თემაში წააგებ. მე ვარჯიშობ რაღაცა ფსიქოლოგიურ, ან მაგ შემთხვევაში როგორ მოემზადე აი მაგ მარტივ. პირიქით მოხდა რა, რომ ეს 3 თვე ჭადრაკში ვიჯექი, რასაც ქვია, არაუნდგარ ვარ ზაფხულში თან ბათუმელი ვარ და არ ზღვაზე დავდიოდი, არაფერი დილით დავრბოდი და დღეში 6 საათს მეცადინეობდი და მეთქი ხევსო ამას გადავხსნი ყველაფერს და ბოლო ტური წავაგე ძალიან მაგარ ტიპთან, თუმცა მაშინ არ იყო ძალიან მაგარი, მე გახდა და მე რა ვიტანე ფსიქოლოგიურად ძალიან დამწნეხა ამან და დავანებე ჭადრაკს თავი. ეხლა ვნანობ, მაგრამ მაშინ ეგრე შე 16 წლის რო იყავი მაშინ, ხო? და 8 წელი გახედო აღარ გინდოდა? არა, ვიხედებოდი ხანდახან, მაგრამ ბევრ სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებდი რა. მე მახსოვ ხარ მანსანკანიდან შენ. მე უფრო დიდი ხანია მახსოვ ხარ. მე რომელი ტიპი ვარ, იცი? იუმორნე რო დაიდო, მარტო შენს მონაკვეთს უყურე და მე გამოვრთე რა. არის იუმორნე 16 წელს მოგწერე. რომ მეთქი იქნებ მასა 17-ში ან 16-ში მოგწერე, რომ მეთქი იქნებ ნახე ხა ბოლომდე, მეთქი მანსანკანში იქნებ დაგვემატო თქო და არ მიპასუხე. ტიპს რა გადაჭმული ქონდა მაშინაც. სადმომ როდის წინა აკაუნტიდან და მე სადღაც ახსენე რომ სტენდაფებს უყურებდი, ის ყავდა სტუმრად სადღაც ყავდა ვახტანგიშვილი იყო. და იმან გითხრა რომ სტენდაფს მე ვაკეთებდიო, რედაქტორი იყო. და შენ თქვი რომ უყურებდიო და ძალიან მევასებაო და მეთქი აუ ეჭველი ხა, ანუ ძალიან დიდი ხანია გიყურებთ მართლა ოქტოპუსი ძალიან დიდი ხანია ვიცი. და ტიპმა მაინც მეგობრობაში დამატება გაუგზავნე და არ დამიმატა დღემდე არ ვარ და ნონია ბიჭო შენც არ დამიმატე ეს რა გიქ. არა ყველა ვიცის და მე რომ ვერე სიახლე. აუ ბიჭო. ბიჭო მართლა დაანები თავი. არა, ეხა ყველას ვერ პასუხა, ბევრი ის მომდის რა თქმა უნდა. ბევრი მოგზა რამდენი 6 წლის წინ რა მოგდიოდა. 6 წლის წინ, 10 წლის წინ. აჰა, ის გუნდიშას დაემატებიო. მაშინ ოქტოპუსი გაკეთებული ქონდა. არა, ოქტოპუსი შეიძლება არ იყო, არ მახსოვს. უბრალოდ ვიდეო გამომიგზავნეს. მაშინ სხვათა შორის ერთმანეთს რაღაცნაირად გავდით რა ვიზუალურად და ვიღაცამ გამომიგზავნა რომ ნახე როგორ გავსო რა და როგორ გადავედი. რო გიხდი ბოდის. Facebook-ზე გამოგზავნილი გაქვს შენ?
დამატების წესით, იმიტომ რომ მე ვხედავ ხოლმე შენს რაღაცა პოსტებს და ვერაფერს ვერ გიკომენტარებ რა. აუ ბიჭო როგორ ჩამოიმსხრო და გაფლინდაშვილი რო გიმატებს რა აჰა ძმაო არაფერი გამოგზავნილი არ აგაქვს ვა რას ლაპარაკობ ეთყობა მობეზორს და არა მე არა Facebook-ს არა ძმაო არ აგა გამოგზავნილი თორე მე გიცნობ შენ იმიდან მანსაკანიდან მაქსოვ ხარ კაცო აჰა აი მე გამოგიგზავნი აგე აჰა რას ლაპარაკობ აუ რა მე მიგდებს ხოლმე ჩავარდი პირველად თვალესი მე გიხდით მაო ყველაფერთვის ბოდიშ არა მანსაკანში დამატებაზე ალბათ არ გეტყოდი იმას რა ქვია დასტურს იმიტომ რომ მე უმორნეს მზადებოდი ახლა მაგ დროს სადმე ცალა გაცლებით 17 წელი იქნებოდა რა სადღაც 16-17 მაგ დროს მუშაობდი მე იმედში მე მგონი არ კი 16-17 მაგ პერიოდში მუშაობდი ანუ მე ვიცი რომ აი ცნობილი ტიპი არ იყავი მაშინ რა და მაგითო თამამად მოგწერე რა ნახე კომენტატორიც ვიყავ გააჩნია რა კომენტატორი იყავი ცნობილი ტიპი თუ არ ვიყავი საიდან მომწერე არა კომენტატორი იყავი რა კომენტატორი რო ვიყავ გიცნობდი ფეხბურთსაც 2015-17-დან მუშაობდი იმედში და აი მე ძალიან დავიქრინჯე ხა ამ სიტუაციაზე რა ვა ბიჭო მეუბნეოდნენ აი ის მოყევი მახარამ რო უარი გითხრა ჭადრაკის თამაშზე ხო შესკომზე უარი გითხრა არ იყავი მზად და რა გავაკეთობი ბიჭო მეც ეგ არ იყო მზად ხა მანსაკანი ამათი გუნდი დანახი მქონდა არა მე ძლიერი გუნდი ყავდა ძალიან მე ყველაფერი მოვიგეთ საერთოდ რაც ვიცი სატელევიზიო არ მოგიგიათ სატელევიზიო ვერ მოვიგეთ ხო მაგრამ მე გადავედი სხვა ლიგაში და აბსოლუტურად ყველაფერი მოვიგეთ რა რაშის მივესალმები აქ 4 ქვა მოხსენი და ისე გეთამაშები. შენ ამოვდი აოყრიო და დაეცეს ეს ფიგურები და ისე დღეს გვექნება სპარინგ მატჩი აუცილებლად. ოღონდ მეტიც თვალახვეული იქნება ნოდარი. თვალახვეული გეთამაშება თვალებს. დაინახე. მაგით ვერ გავაოცებ. თანაირად დაინახავს რომ მოიპარავ მე ცხენებს და ხო თვალახეულს რაზე. ოღონ არავინ არ რა ცხენს ათამაშ მაგ არაფერი არ აჭერს. აი მოკლე მოხილვა. მაგაზე გადავალთ ხო მაგაზე გადავალთ ხმას არ ვიღებთ არა არა რეებს აკეთებ מחარ ანუ ნოდა რაღაც მოტანილი ხო საჩუქრები მაქვს თქვენთვის რა ესე იგი მიყავს სპონსორი რომელსაც ხანდახან ნუ ფულს არ მაძლევ მაჭმევენ ხოლმე არა მართლა ხო პირველ რიგში რაც უნდა გითხრათ ჩემი მეგობარი ამბობს რომ დიდი ალბათობით შენზე მეუბნები ხარ არ ვიცი ის არის სათვალეების მაღაზია ბათუმში თამარისი და საჩუქრები გამომატანეს და შენზე მითხრეს რომ თვალებზეო სავარაუდოდ პრობლემები აქვს არა მარტო თვალებზეო? აი ძალიან ესე ხშირად შვებაო რა და ჩამოვიდესო და გავსინჯავთო და ჩემი აზრით ხა ანუ მართლა ჩემი აზრია და აი საქართველოს ყველაზე მაგრა დაგიდგენენ ნომრებს რა თვალეზე მართლა თუ რომ რაც მინდა მე სათვალეები ბიჭო ეუნები დაგჭირდება ეს განათება არ არის თუ ჭუტავ ეს ხო თეთრი განათება არის პირველი მტერი თვალების ხო და რაც შეეხება საჩუქრებს არ ვიცი ბიჭო რომელი სათვალე ძალიან სუბიექტური ამბავია რა თუ არ მოგეწონება არა ვიცი სამი ორ მომს შეგიძლია კი და გადაანაწილო პირველი შენ არჩიო თუ რა არის ხა რენდომად არა ე მოიცა ერთი არ გახსნა შენ ნოდა ჩემთვისაც არის კი შენთვისაც არის აჩი ვარჯობე ავარჩიო აი ვისა მოვა კაი რა ანუ რენდომად ხა მე და გავცვალე ქართული ბრენდია მეიზა სხვათა შორის და ძალიან კაი ბრენდია მართლა მოიცა ეცოდი არა სიმძიმე ეს არის პირიქით მოგცეს რა რენდომი არ არის რენდომია მაგრამ მომენტ ძალიან სუბიექტურია სათვალე შეიძლება ნებისმიერი მოგიხდეთ შეიძლება არ მოგიხდეთ რა და მადლობა ძალიან დიდი არ ველოდი ნამდვილად დღეს დაბადების დღე მაგ ხამე მე 12-ის მერე რა ანუ უშეფოთობაში მექნება და ძალიან კარგი ჩასადებია ჯერ ჩასადები ძალიან ხოლმე არ გავსწორი მო ანუ კი არა დღესაა უშეფოთობაში სხვათა შორის ნედ ლორტონი ვარ მე ბატონო არტურ ვინ ხარ? ნედ ლორტონი. ხარ სერვერზე? არა, ერთხელ შემიტყუე. დაგიმატო გინდა? ერთხელ შემიტყუე და მე არა, ეს წვანა იყო შენი ისე რომ იცოდიაჩი, მაგრამ არ კალასაც. ეს იყო რა ქვია? არა, ჩემი არის, განდილების სათვალე ეგ ჩემი არა. ხო. თანხის დამატებითაჩიკო. ძალიან კაია, წვანე მომეწონა მე ის ყველაზე. არა, ერთი წუთი გადავწყვიტო. აი, რომელი მოუხდება კალას. ჩემისტერია მართლა. მოგეთ ბათუმში რომ ჩამოხვალთ მართლა რა ანუ თვალის გასინჯვა ყველაზე კარგი აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ნორმალნა რა რეკლამა გაუკეთე ამ სათვალით უფრო კარგად დავინახავ რეკვესტებს რომელიც მომდის რაიცი რას ლუკა ხო ეს შენია ეხლა მალე ზაფხული მოდის თან და მზე უეჭველი დაგჭირდებათ მზეზე просто
მაღაზიას ქვია თამარისი და მისამართის თუ გინდა თქვი. კონსტანტინე გამსახურდია 42. მეზა არის სათვალეების ბრენდი? კი, მეზა არის სათვალეების ბრენდი. და მთავარი არის მანდ რომ გასინჯვა ხალხი არის, აი ვაფშე ყველაზე მაგარი საქართველოში. აღმოსავლეთ ნახევარსფეროში თვითონ ეძახიან, მაგრამ მე საქართველოს მართლა გეუბნებით, ანუ მართლა რო ჩამოხ. აი შენ უეჭველ. საჩავად თუ მაგრები არის, და ხა თვალებს გავახელ, დავით დაზუმე. დავით დაზუმე. არა, აპარატის სინჯავს. რაც მინდა აპარატი, დაზუმე დავით. აი კრუპნი, წავიდა. აბა. აი რო დაადგინო. აი გავიხედე. ეს განათება ადრე თუ გვიან უეჭველი გაგიფუჭებ თვალებს, მაინც იცოდეთ რა. კი, მე საათი იქით თვალები მიფუჭდება, აქეთ ნერვები მიფუჭდება, ზოგადად თვითგვემისთვის ვარ აქ მოსული. მე მენა შესასასი მინდანა ვარ რა ქვია. გიხდება. შკოდა მიყენია გარეთ. შავებში. აუ, ის არის მეგობრებო, მე პატარა ინციდენტი მომიხდა მანქანით. შემთხვევით წინა მანქანა ვერ დავინახე, მაღალი მანქანა როა ქალბატონიჯდა და დავეჯახე უკან. ოღონდ აი ინერციით დავატოვე. მაინც ეს კიბეზე ზემოთ რო ხარ, მაინც არ ჩანს ქვემოთ. არაფერი ისეთი და ამიტომ ვეძებთ იმას. სადაზღვევს ვეძებთ. მე მყავს კაი დაზღვევა, მაგრამ თქვენ არ გაწყობთ. ვინ გაზღვევს? ვინ გაზღვევს? ვინ დამაზღვევს TBC? არა, ხო, ბაზარი არა. ეს როგორ ლედიკური მაქვს? ქეშ ჩავდებ ხოლმე ანკა? ხო, სათვალეთობში ხო გაგიტყდებათ ჩემი. ვითომ ისავა რა, აი ნებისმიერი ძველი მსახიობი. ეგენ ხო სათვალებიძიან. რა, გავრის ცოტა ვინერვიული სხვა მე მგონია სხვა მოსაპირე. არა. გიხდება. ვიჯდები, გასანი. კალა, ერთი ამბავი მოყევი კიდე შენ სანამ დავიწყებდით ჩაწერას, შენ ძმას შეეხებოდა ეგ თუ რა ეგ რა არის შევარდა. ნახე, მე და შენ ერთმანეთი ხა გავიცანეთ ესე პირადად. გიორგი, ჩემ ძმას და ჩემ ოჯახს იცნობს ძალიან დიდი ხანია. და მანქანად ჩამოგვიყვანა მოგეხსენა მე ვაოთხი ლუკას ტესლა. ლუკა, მაგასო შიქ ხوارა აქ. მათქი ლუკა დამშვიდი ეხა გიორგი ჩემი ძმა არის, რებს ლაპარაკობ და ცოტა წყნარად მეთქი ეხა არ გინდა ზემეტები და რაღაც. რა მოხდა მეთქი? წერო და მსინავს. ხო და შევა გამომრჩა ბიჭო და ეგრევე დაურეკე მერე კაცო. ეგრევე დაურეკე რამდენი დღის მერე? 5. ხო და რავი მახარ რა ვიცი ხა მაინც გამბაჟა მიწევსო და გადამიწდებაო და მერე ვინ გადაიხთისო მაგ ფულს ხა გიორგი ხო არ გადაიხთისო გაფორმებული ვიზია ეხა ლუკას მანქანა ლუკაზე უკვე არა რაღაც ისეც ლუკაზე ჩამოვიდა ხო პროსტო ისა გამბაჟება უწევს და რომ მიიქციო ყველა არა მე გაუგზავნი საბუს და და გადაიფორმოს რა ლუკა რომ მიიო მისამართი მითხარი სად შემიძმა. აკა ის სადაც არის. ხო, იქ მი. ხო. ლუკა. ჩამოეწუწები, გამოგივლი, მივენვით, როგორც გიორგი. თუნდი ხარ, შეჭმა თვითონ ვერ წაიყვანს მანქანა. როგორ ვერ წაიყვანს, დადის უკვე. დადის უკვე, გაზა. ო, პატაძმა ნახე რა. შენ ყავს მანქანა ძალიან კაი ფასებში ჩამოყავს. არა, მე არ მიყვარს მანქანები, ტარებაც არ ვიცი. მეყავს სამანქანო. არა, ტარება არც იმად არ იცი საჩინო, ყავს. ო, ეგაც ვიცი. თითქმის დამეწია מחარა. არა, თითქმის დამეწია. შენი შეხეთქვა და ბიჭო, ნახე, მე რითი დავაზიანე, იცი, რომ დავატორუმზე. საბუქსი რეაქ შემსაც გამო. განსხვავება რა არის, იცი? ჩემ და შენ ავარიაში რა ის? ჩემი ვიდეო კადრები არსებობს, შენი არა. შეიძლება უარესი იყო ბევრად. ეგეთი არაზროს დამეჩა. უარესი. აი, გამიზვნათ ვიღაც ფოტო დომოდა. ეგეთი არ გამიკეთებია. ფოტო გაქვს დაზიანების. კი, ჩამიგდე. ხალხს ვანახებთ. დაზიანების შენი მანქანი ის? იმისი იქნება დაზიანებული ამის საფერო. ტანკი დადის შეჩემად რა მოუვიდო და. არაფერი, აი. რანაირი ფოტოა შეჩე. ანუ ოდნავ მიარ. და ძალიან დაზუმებულია. არა, აი, აჰა. არაფერი არ ჭირს, ხო? არაფერი. მას? ხო. გამოშვერილი მივედო რა. ეს დარტმუნდია გადაღებული თუ? არა, ეგ არა. იმან გაჭირა ტიპი. აი, იმენა შეასკო. კაი. ნოდარ, რატო გინდოდა ჩემი დამატება მან სანკაზე ხა ეგ მითხარი? ანუ ვიდეო ვნახე, სადაც აკეთებდი პაროდიებს რა. და მოგეწონა. და თან კაკაჩაოს. ანუ მაშინ ძალიან გავდით ერთმანეთს თქო როგორ ფახა ცოტა მე უხერხულა. ძალიან კარგად გამოიყურები. ხო და ასევე. მართლა და ანუ ძალიან მაგრად ძალიან მომეწონა რა. და ძალიან გჭირდებოდა. სხვათა შორის ველდანში რო აკაკი არის თუ ვიცით შემთხვევით. იქ იყო ჩემი კაპიტანი, იმას უთხარი რომ მეთქი დავიმატოთ. ვიცი კაცო, თქვენი გუნდი ერთად იყავით. არა, ეგ ცუდი გუნდი იყო, მე დავიშალეთ, მე კაი გუნდი აი გუნდში თამაშობდი, ყველაფერი მოვიგეთ რაღაც. ძალიან გენაცვალე ერქვა მაგ გუნდს, ხო? ქართულ-უკრაინული გუნდი იყო.
მაგას არა, ვიცი მართლა. მან ცუდად ხუმრობდით, ეხლა მე დავიხვეწეთ რა. არა, მე ერთი ხუმრობა მახსოვს თქვენი. მახსოვს ამას თუ ერთ იმატებდით. ცოტა აბსურდული ხუმრობა იყო, მაგრამ ეხაც რომ ახსენდება ხოლმე, ეგ ხუმრობა გამახსოვდა, მეცინება რა, რატომღაც რა. მგონია რომ ძალიან დავიქრით. ბიჭო, ესეთი ის იყო რა ქვია. რამდენიმე კაი ხუმრობა ქონდათ მართლა. სხვა იუმორინაზეც ხუმრობდნენ და რაღაც ეხლა რა იყო ამათ სახუმარო არ ვიცი. მაინც ცდილობდნენ და ის იყო ძალიან ხმაურიანი ოჯახი რა, ეგეც ხუმრობა იყო რა. და შენ გამოდიოდი და პირსახოც თუ რაღაცა ვითომ ის იყო რა. ყვიროდა რომ იმშრალებდა თუ რაღაცა თუ ვერ იმშრალებდა. აბაზანაში დედას ვეძახდი. დეო რა უცებ. აი ეგ ძალიან ყორენ ოჯახი. დედა. რა ჯანდა რა გინდაო ეს და პირსახოცი მომაწოდეო და ვერაო და რატო და ბაკურიანში ვარო. აი სრული აბსოლუტურად. რა ჯიგარი ხრო. და უნდა რომ მან დავმატებულიყავი ბიჭო, ანუ. აუ ყველაზე მეტად მიყვარს იკავენით რომ ბიჭო, პოდკასტიო გადავარქვათ და ტრამვების პოდკასტი რო იყოს. არ მოგეწონა ხუმრობა? ეს დამაშავდა იცი მანსანკაში. თან STV-ში არ მახსოვ ხარ, მაგრამ მეც იქვე ვიყავი რო იცოდე. აი შენი ვიდეო ნახე, სავარაუდოდ გვერდზე ოთახში ჩაწერა მქონდა მეც მაგ დროს. რას წერდით ხოლმე? ო, ეგ არ უნდა გითხრა. მაგრამ STV-ში ყველა ვიყავით იმენა, ვინც გზაბეული კი. მაქინან დავიწყე იუმორი ჟორიკას და რა საკეთებდი შენ? კარგად კიდე ერთხელ ბაყურებელს რო გავ წამყვანი ვიყავ. არა, წამყვანი იყავი იმაზე რაღაც არხზე. მაქსიმუმ რაღაცა რო გექვა და. იქა? სადა? მანსაკაში ახმურობას საკეთებდი. რა ხმობს? მე დამახსოვრდა შე. დამავიწო. სოფოკლეს არ აკეთებდი? სოფოკლე რა მე? იცი? ბოდიში სათამაშოდი მასა. GPI-ში და მე გორი. სამ გააგდებდნენ GPI-დან. მართლა? GPI თითქმის მოგებული გვაქვს. თითქმის მოგებული? რა საწყობი იყო მაშინ. ხო? GPI-ში და არა, GPI-ში შიდაში ვიყავით. შიდაში მოვიგეთ. ხო. ნაკრებში იყავი მე GPI-ის ნაკრებში. ნაკრებში ვიყავი და ნაკრები ვერ მოვიგეთ, იმიტომ რომ რაღაც საწყობა იყო თუ რაღაცა ვიღაცება მოიგეს. როგორ არის გადაღებული ეგ როგორ მინდა რომ ნახო. ხო და ეგეთ ხმრობა იყო რომ სოფოკლეო და გამოდიოდა და ამ სოფო გამოდიოდა გოგო და აბაკლები ანუ მახარა მითამაშა მე ეგ შენ აიწია ხელი მე მინდაო ეგ როლიო. როგორ პრესტიჟული იყო ისი მასანკაში და რომ მივიდოდი ხმეს რაღაცები ეცემოდნენ. მართლა გეუბნები, ისეთი პრესტიჟული იყო ხოლმე GPI-ში. ეგ შიდა ტურნირები. ყველაზე ცუდი დარბაზი იყო on GPI რა, ყველაზე ცუდ ხუმრობებზე იცინოდნენ GPI-ში. სამედიცინოში უნდა გეხუმრა რაღაცა საოცრება და GPI-ში აი ნებისმიერი უზრდელური სიტყვა. მაგიტო ხაჩავდა ის. იმიტომ შეიცვალა სამედიცინო სტუდენტების ფერი. ო ნოდარ პაროდიებს ხო აკეთებდი შენს? მე არა, მე ძალიან არ მიყვარდა პაროდია. მაგიტო უნდა პაროდის წეძებდრე. პაროდის ვეძებდით ზუსტად კი. და ძალიან მაგრა გამოგდიოდა. რატო არ აკეთებ ხოლმე უფრო? მე აი ვცდილობ ხოლმე ამ გადაცემაში გქონდა პაროდიები. ნუ ვფიქრებ, ისე არა შენ 3000 გამომწერი რო ყავდა, მაქიდან ვარ მე გამომწერი შენი და ერთი ტიპი იუმორისტი. მეუბნებოდა რომ კაი სუ იგინება არაფერს არ ხუმრობს რაღაცა და მეუბნებოდი რომ არა მით იმდენად გულწრფელია გაკაჩავს. არა მაგტივზე ვერ გეტყვი თუ გინდა რომ მორჩებით მე გეტყვი ვინც იყო, მაგრამ ისე ვერ გეტყვი. აუ კალა შეკითხო ამოიჭრიან ვინ იყო? არა მე ვთქვათ მე. კალა შეკითხო რა. ეხლა მთელი გისულა მე მოიცა მე. ეს პაროდიები რა, წინასწარ მომზადება უნდა და დამღმება თუ სპონტანურად გამოგდის ხოლმე? სპონტანურად გამომდის და მე ხშირად ვაკეთებ, ანუ უცებ. და ხვეწავ. ხო. აი მაგას რა პაროდია უნდა პროსტად გასდა იმას შეშმა ლუდი და ვსო, ან მიხდები. ეგ ჩემგან ისწავლე ეგ პაროდიად შენ. მე ვაკეთებდი ხოლმე კადრს მიღვა და მე ანუ გამოდე და ისა გააგონე ყველა. ზეკილი ხო. წვილებს მისთავენ. დაეწყო იმას უკვე. რომელია წვილი? ხო და საქართველოს ჩემპიონატი მოიგეთ, ანუ მაცადე ვინ იყავით გუნდში, მაინტერესებს. შე ხო იცი? ვიცი ხო, რამდენჯერ გავიგეთ ახლა, ჩემ იუმორნელებს თავი დაანებს. აი იუმორნაში იყო წვილებს მირთავდა? არა, ეგ ადამიანი ვინც მან გამოდიოდა. სერიოზულად იძახდა. ესე იგი პირველი 8 თამაში კავენში წავაკე და დედა ჩემიც დამცინოდა რომ დაანებეშვილო თავი მოყედა არ გამოგდის და ანუ არ მაქვს რა კარგი იუმორი როგორც ასეთ კი ძალიან რთული ის ქონა ახალგაზრდობა და მე 13 მოვიგე ზედიზედ და ანუ რა იგივე რამდენი ტარდებოდა ეს ამდენი არა ყველგან ვითამაშე სეზონებით გააჩნია კი სეზონები ხო აი რამე ხუმრობა გახსოვს აი ესეთი რაც აი ბაგარი ჩემი ყველაზე საყვარელი ხუმრობა ჩემის ბაკურიანის ხუმრობა ძალიან კაი არის ანუ მეცინება ხოლმე ეხლა კი აბსურდია რა აი აბსოლუტური აბსურდია ანუ აბსურდი ხა ყველაზე მეტად ნუ სანახავი ხუმრობა არის აი მე მქონდა გუნდი რაში ერქვა აბსურდული იუმორს თამაშობდით თავიდან ბოლომდე და
ერთ მომენტში იყო რომ კაპიტანი იყო სერიოზული ტიპი და 4 არასერიოზული ვიყავით რა და რაღაც მომენტში ეს ჭედავდა ძალიან რა და ძალიან ბრაზდებოდა და მე ვიძახდი რომ აი სული შეშმაკი შეუჩნდა რა და რა გამოვიყვანოთ სული რა და გამოვიყვანეთ ეს სული რაღაც გამოდი რაღაცა რაღაცა ვაკეთეთ და ბოლოს ესე ჰაერში ავწიეთ რა ვითო ეს სული და მუხზე გადავიმტრიე და ვცემეთ რა და ძალიან იცი მე საყურებელი ხუმრობა უფროა რა და მე ძალიან კარგად დავამახსოვდა რა ჩემი იუმორის აკიკი ეგ იყო რა მაგ სეზონზე წააგეთ არა მაგ აი ხუმრობ ხარ რაც გითხარი ხო ალბათ ფანტასტიკური უბრალოდ ესე მოსაყოლად ხა ძალიან მოსაყოლი ხუმრობა გინდათ მაინც და მაინც მაგ მანსანკაინდ მე ყველა ხო იუმორისტულ სფეროში წავიდა მე რატო არ აქეთ წავედი იქ შეატوار წახვედი არ მე ვიყავი აქ ალექს ზაგნიძე ხო ყავდათ მოწვეული და მისი ისო რა ქვია პროტეჟე არ ვიცი რა აქაც ხო ალექსის დამსახურებით მოხვდი მე მგონი ყოველ შემთხვევაში ახსენა და ალექს არის ჩემი რა ვიცი სადმე თუ თავი შევყე იუმორის სფეროში ყველგან ალექსას დამსახურებით და ხო ეტყობა ბოლოს მიმიშვა რა არა მე ვაპირებდი რომ ცოტა ხან გავრთობილიყავი ამ თემით რა უბრალოდ ბევრი წავაგე ეს 8 თამაში რო წავაგე ძალიან პრინციპული იყო და მე 13 რომ მოვიგე მეთქი საკმარისია და მე ტელევიზიებში მუშაობდი ცოტა ხანი სხვათა შორის მაგრამ ეგრევე არ შევშვები ვარ უბრალოდ ყველგან იხურებოდა ძალიან ცოტა ხნით გრძელდება იუმორისტული გადაცემები ეს ტივში თუ იყავი დაიხურებოდა არა ეს ტივში ძალიან ადრე ვიყავი ეს ობიანის ვარ რა პროექტებზე მუშაობდი აბა მოდი შავისია გავაძროთ რომელი გიამაყება არც ერთი დიდად მაგრამ კომენტ შოუში იყავი არა კომენტ შოუში მე ვიყავი შინაურებში სტენდაპს კითხულობდი სტენდაპი გახსოვს კი მახსოვს შინაურები რომელია გამახსენე ფაქო და ბინა 18-ის რემეიკი ხო და მე მე GDS-ზე რაც გადიოდა ხოლმე ხო მე იმედზე გადავიდი ხო ეგ იყო შინაურები მაგრამ მე დიდი ხნის 2017-16 მაშინ დაახლოებით რა ხოქსალ ბაბა და ისინი ხო მაგრამ ეგენი ბინა 18-ში იყვნენ ჩემ დროს აღარ იყო შინაურები ამას იქ იყო ბინა 18 და იმედზე იყო შინაურები ხო ის სცენარისტი ვიყავ კიდო წერდით რა ერქვა ბაჩოს შოუს ცოტა ხანი მაგასაც წერდი ძალიან ცოტა ხანი იარსება ხო აი ცოტა ხანი წერდი საღამომდე იარსება 딜ი დაიწყო კი იმენა რამდენი გაცემა გავიდა არ ვიცი არ მახსოვს ყველაზე დიდი წარმატება რაც მქონია ცხოვრებაში იკო ვახტანგეშვილმა შემომთავაზა რომ წამოდი ჩვენთან სცენარისტებთან და მე უთხარი მე ჭადრაკში მივდივარ მაპატიეთ მეთქი და წავედი და ანუ მიაღწია მწვერვალს და აღარ უარი თქვი ეგრე ძალიან მიხარია რა. ნუ ალექსამ იმატოვა რაღაც ეტაპზე და ალექსამ იმატოვა. ალექსას მოკითხო აქედან ძალიან ალექსას მე პავრონასთან ერთად მუშაობდი და ეგ იყო ალბათ ჩემთვის ყველაზე კაი პერიოდი. აი მე ძალიან ბევრს ვიცინი სხვათა შორის. ეხლა თქვენ არ ხუმრობთ კიდე, თორე აქ მოვკვდებოდი სიცილში რა, რომ იხუმროთ. იმერელი შედის. ჩვენ დავხუმრობთ, ჩვენ ვართ დაკავებული ერთმანეთის ვიცი, გიყურეთ, მართლა გიყურეთ თან. კი, ვიცი, აი, განსაკუთრებით მომწონს რომელი პოზა, იცი, მახარო გადაკუზულია და კალარო აზის აქედან. არა, წინა კომენტარები სულ ეგ იყო სხვათა შორის, რომ კალაო რა ხოძეაო და რა ხოძეაო. იმენა გამოისვა, მაგრამ თქვენ კი არის ძალიან არ კითხულობ კომენტარი. აუ, რეებს გაჯავდნენ, არ იცი? მოგიყვა გინდა? ეს თავში შაბარტნილი ყი, მოიც რა დაამახსოვრდა კიდე? BMW-შნიკი არ მოიც კიდე რაღაც კარგებიც იყო. მეგობრებო, კალა გამოვიდა იმ წნეხიდან, რაც ჭირდა. ეხლა დაუშვათ. ეხლა დრო არის რომ პიში მივაწოდოთ. მახარ. ლანგრით რო გადავაწოდოთ. მე ხვდები რომ შენ მაგიტო არ მიტევ ხოლმე რომ არ გინდა რომ გული მატყო. მეგონი მორჩენილო. მაგრამ არ მორჩენილო არა. მე მსიამოვნებ, მე გამოვყავარ სიტუაციას, როცა შენ გაჯვავ. ძალიან გამოვყავარ სიტუაციას და თუ შეიძლება რომ ესე გაგძელდეს. ფეხი საღებავში ჩაყავით და შავი უცებ თეთრი რატო გაცვია? რამდენჯერ გითხარი ლუქს არ შემეს? ერთი საჯარი მოწრე რომ გავიმეოროთ. არ რომ ეწონა ხუმრობა რაღაც. არა, მასა ის არის რა. რა გია? მე შეჩება. იმპულსებს გავსები, ხო ხედავ ყალე. მანსანკაზე ლაპარაკო. მაიკა ჩაიცვა, უკვე ძუძუები ახლა. წეგან სათვალე. რასებს გავსებიო? კრიმპოლ შვილო. ხო ეგ მე ვთქვი წეგან, აი ჩემი ხუმრობის მოპარვა რა. არა, სათვალეზე თქვი რა, შენ ანუ ფუნქციურად ემს გავსები უკვე შეჩება. ხო და შენ თუ არ გაგს რო შენ დამაჯვით თავზე. მანათო მუშაობა არ დავიწყე. შორის იმ დღეს პატრონმა გამაჩერა რა. მოდიოდი და ერთ მაეკიპაჟმა დამინახა, გაიგე, გამომხედა და მეც გავხედე და არა, შენ ჩახედე, იმიტომ რომ შენ ხო ზემოთ მანქანა გყავს. და ბიჭო, ის არ მეკეთა ღვედი რა. და გავასწარი რომ მეთქი ეს დამინახავს რომ გავასწარი და ეს მანქანების მომაწყდნენ და ვეღარ მოატრიალდა და ბიჭო შენ ბედად რომ გადავასწარი მანქანებს და წინ პატრულის უკან ჩავდექი და მეთქვა გადასცემს უკან მანქანა მოგდეს რემენი სამი ეკიპაჟი დამადგა. აი, მეგობრებო, მორიგი რაღაც ამოიწრა, სადაც მახარა, აი ეს მიყუდებული მყავდა და მიმჯდარი ვიყავი და
აი რაღაცა აი რა გავაკეთო მე წაგებული ციტო ესე დათაბ ამოიჭე ეს გიხვეწები ამოიჭე რაღაცა ვილაპარაკო ამოიჭრა და რა გავაკეთო ეხლა რა მე რამდენად კაი მე რამდენად ედი ნახუ ერთი წამი არა მე ვიძახი ესეთ რამეს მეგობრებო რომ დამაჯარი მესტყო აი ის ამოჭერ ერთ წუთი დავალაგე მეგო მე ვიძახი რომ რემენი რო არ მეკეთა მეთქე ეხლა რომ მომდგერო რატო არ გეკეთა ეგეთ სიტუაცია არა, იმიტომ რომ მე იმ წამს გადავწყვიტე რომ ცხელო და საცობში ვიდექი და რემენი მოვიხსენი. უშოთ, კულკას ვიხდი ხოლმე და რემენს რო ცხელა. ეს წამ დიდი სიწრაფით არ მოძრაობდი რა, დაღმართზე მივიდიოდი ნელა რომ სადაც ეს რემენი საერთოდ ამჭირდებოდა და ცხელო და ეს გადაგეგებოდა. ხარი, რატო არ გეკეთიათ ხვედი? ცხელა ძალიან. მართლა ეგუთხარი. ხო. რო გაჩერდა, რატო არ გეკეთიაო რემენიო რა და ეუსებს სამ ეკიპაჟი მე ყოფილიყავი შენ თუ არ ფანჯრები ავწიე ეგრე რომ მეთქი წამალი არავინ შემომიგდოს თქო რა ეგრე 4 ფანჯრები და ამას ვეუბნები ფანჯრები მაგით ავწიე მეთქი წამალი არ შემომიგდოს ის გაგიჟდა რა წამალიო ბიჭო რემენი კონდიციონერი არ გაქვს არა არ მიყენია მოგლეჯილი მაქვს ტრუბები სუგაგლეჯილი მაქვს ახლა უნდა დავაენო ისე სამართლებრივადაც არ ხარ სწორი რა რატო არა ნუ არ ვარ იმიტომ აჯანიმებდნენ ხო არ დაგაჯარიმე მორალურად ხო არ ხარ სწორი მორალურად არ არა სამართლებრივად სწორი არა ვარ იმიტომ რომ ამ ეტაპზე რა კანონდებოდა მორალურად რა ვიცი ხა სიცხეში მე 10-ით რომ მივდივარ ბიჭო მართლა არ მესმის 10-ით რომ მივდივარ საცობში ეს რემენი რომ მოხსნა მომისმენ ეს რომ დამინახა ეს რომ გამომეკიდე მე გავიკეთე ეს რემენი გავიკეთე იმიტომ რომ მავიწყდება ხოლმე რა რო გამოგეკიდე მაგას გაიკეთე მე რა გაქვს ხა ბიჭო რო გაიკეთე ანუ ძალიან დამწყეს ამოიგუდებოდი მოიცა მარ მომაყოლეს ბიჭო და რომ მოვიდნენ სამი ეკიპაჟი ეს ფანჯრებს რაღაცა რემენი არ გიკეთაო რა არ გიკეთია ხო როგორ არ მიკეთია მეთქი მე გამოაძრე აი მეთქი თუ არ მიკეთია წეგან არ გიკეთაო და გააკ მეთქი ვიდეო მკითხებულებად ხო და ო არ მეკეთათ ხო და არა ვიდეო მკითხებულებად რა გინახეთ რა გიკეთაო და მეთქი ბიჭო ეხა არ დამაჯარიმო მეთქი იმის გამო მეთქი რომ მე შეცდომა გამოვასწორე მეთქი თუ დამაჯარიმებ მეთქი ჩემთან გააჩენ იმ განცდას თქო რომ აზრი არ აქვს შეცდომის გამოსწორების მერე მეთქი მაინც თუ მაჯარიმებ ძალიან დემაგოგი ხარ იცი აი უდემაგოგესი ხარ აი უდიდესი დემაგოგი ხარ და კაიო ძმაო აი ეს ისტორია ციგრები იყვნენ იმენაც მაო ციგრები ხო არა მე იმას აუხსენი ზოგი თვალი მოდის და პროსტა იგინებაო და ეგეთი მოქალაქე მეთქი ხა თვალს გააჩერე კამერას შეხედე და ხალხს უთხარი მოუწოდე რომ აუცილებლად ყველას ღვედი უნდა ეკეთოს თქვენ გაიკეთეთ რემენი კაი ისერით გიტეხიათ თქვენთვის დახოცილხარ ციცხით მართლა არა გაიკეთეთ რემენი იმიტომ რომ მე მანქანაში კონდიციონერი არ მაქვს და მაგის გამო ყველა მოხსნი რაც დავაშავე და შეცდომა იყო ჩემთვის კი მაგრამ ეს რაც ამოიჭრა ოღონ სხვა რაღაცები ამოიჭრა სადაც მაგრამ დაგვალაგა თავზე ეგრე ვერ მომდგები ეგ ჩემი გადამსახადია ეგრე რომ მომდგერო შენ რემენი რატო არ გიკეთია ხო არა გაქვს მაგის უფლება რა არა გიორგი ხო მაგას განვე კანონმდებლობა არსებობს და ის მომიდგება არა გიორგი ეხა მე რო გითხრა რომ რატო არ გაცვია წითელი ხო ასად არის შეჭი იგივე არის შეჩემა წეგან არის დავებოდი რატო გაცვია ეგ შავი არა გავიგე მაგრამ მაგაზე რომ გაუტრაკო ეხა რა სერიოზულად შენ რატო არ გაცვია ხო მაგრამ რაღაც კანონები არის სახში ცეცხლ მაქრი მე რო არ მომეტანა შენ ხო არ გქონდა ხის სახლში არა არ გქონდა რატო არ გქონდა შენა ა რატო არ გქონდა შენ ბიჭო შიქ ხო არა ხალხი მოვდივარ სტუმარად რომ მოეკიდო შემა ჩავიწავ რატო არ გაქვს უშობდი ანუ რა წყალი ყლე რა წყალი უნდა დაიწყო ზემნა ცეცხლ მაქრი ისთვის არის რატო უნდა დავიწყო ზემნა შლანგიც მაგდა ის მაგას გეუბნები ბიჭო მე კი არ ვიმართლებ თავს რო არ მქონდა ცუდია რო არ მქონდა გავიგე მე ცუდია რატო უნდა დაიწვას შეკარგა რომ მოგაკის არა ქვია დაიწובה ერთხელ არ მოგვიფიქრებია დაიწובה მომივიდეს ავარია რატო არ მოგივიდეს ავარია წესია რომ ღვედი უნდა გეკეთოს მზად იყო მაგის წესი არ არის ხის სახში რო მაშინ ჩაფხუტით გეხუროსო თავზე არაფერი დაგეცეს კაცო ისე არის ეგ წესი უნდა გქონდეს ალსო მაკრი ანუ არანაირი წესი არ არის ამან თქვა და დაიწובה და მომიტანა დაბადების დღეზე მომიტრია იმ ხელა ის არა ქვია და მე თვითონ გახსნა და არაფერს ეწყლი არ ეკიდა და ის გააფრქვია ის ისა ნუ ეგაც რო ნანახი მაგ არა ერთ ბიჭო ნახე მე რომ მიდგე ანუ მე ცუდი გავაკეთე თქო იმიტომ რომ პროსტა მართლა მცხელოდა რა და ის ძალიან და ცუდი ძალიან აღარ გინდა ეს ზემოდან ყურება მე ესე მე ეხა გამიჩნდა განცდა ეგ საქციელი რომ გააკეთეს მე გამიჩნდა განცდა რომ იმ ხალხმა მე გამითვალისწინა და მე ძალიან უხერხულობაში ჩავარდები შემდეგ რომ ნებისმიერ პატრულის თანამშრომლად დამნახსოვ რემენი არ მიკეთია იმიტომ რომ იმან გამითვალისწინა მაგრამ არა უშავს მაგ უხერხულობას აიტაკე არა ბიჭო მიხვდით რას გეუბნებით არა შეკითხვა მაქვს რა ხო ცუდი გააკეთე რო არ გეკეთა ხო სამომავლოდ ყოველთვის გაიკეთებ ხო ალბათ სანამ კონდიციონერი არ არის აჭი ხა აი ძალიან ხო გამორთულ კონდიციონერს
გამორთულ კონდიციონერზე ეხა კარგი ბაგაჟი რა. შეჭავჯდები. აღიარე. ეხა ერთხელ მაინც ადამიანებო შდარ ვართ მართლა გამორთულ კონდიციონერებში. იქ ხვედი კიდე. ძალიან ზედმეტია რა მართლა რა. ბიჭო, სიტყვე რო გაიხადო, სუტიტველი რო იყო. თან ეხა მართლა მაგარ ტანზე ხარ და აი ამაზე რო ხვედი კონდეს, ეგრე არ დაგწხება შენ ზობას. ძალიან ხელი ხვედი რო იყოს. არა, მომისმენე ცოტა. ეხა გამოუშ ახალი გრილი ხვედებია ძალიან კაი. შენ გიკეთია ხვედი. სულ მიკეთია. სულ. შენც გიკეთია ხო? აბსოლუტურად. ყოველთვის. მეც სულ მიკეთია. გვერდზე რო ზღვა რა უცილებლად. ანუ რა ეხა უცნაური ეგ არის. კი, ხვედი გვიკეთია. ინსტინქტია, მაგარ ეგ უნდა ქონდეს ინსტინქტის ზონა. მანქანაში რო ჯდები, პატარა არა კონდიციონერს რაც არის, იქ იკეთია ხოლმე. მე ერთხელ არ მახსოვს, მართლა ჩამჯდარიყავით, კონდიციონერი ყოფილიყოს მანქანაში და მანქანა უღვედო დამჯდარიყო מחარა. აი, ერთხელ არ ესეთი მისაბაძე ადამიანი, აი პირველი მაგას ამოწმებს, კონდიციონერი ხო არის, რომ ხვედი გავიკეთო, ბიჭო. ბიჭო. მე გეუბნები რომ ცუდი გავაკეთე, მაგრამ მე კიდე გავაკეთე. არავის საქმე არ არის, მე ხვედი მეკეთება თუ არა. რა, სახელმწიფოს გარდა, რომელსაც შეუძლია შენ დაჯარიმება. სახელმწიფოს ანუ იმ პატრულის ეხა მე რომ მებლატავდი დიდი გული როგორ ჩემთან, რო გაგაჩერეს. ხო. თქვენი საქმე არ არის ხვედი მიკეთიაო, რატო არ უთხარი იმას? შენ საროში. აი, ჩემთან რო რო დამინახე, კრიმპოლსა გავხარ, აი მემს რომ ეკეთებ. უთხარ, რატო უთხარ? აი, ბუტიში მეგობრებო, მომავალში გავითვალე, აი მას რატო ელაპარაკე ეს? მას, ბუტიში, აი, ვიცი, დატაყვა უწევს ეხლა. მას არ ყოფილა. ესე რომ მოვიდე უთხარ. ღვედი არ მიკეთია, იმიტომ მეთქე. არა, ეხა ზუსტად მითხარი როგორ უთხარ, ეხა ღვედი არ მიკეთია. აი, გაგაჩერე. გადააყენე, მაგარაშვილი, გადააყენე, დადიხარ, აბა გააჩერე. აბა საერთო კაციო ის მეორე ძროსლი მოვიდა და აბა საერთო კაციო გიორგი მახარაშვილი ნახა საუჯდა. არა მეთქე ჟიზნე მქვია მეთქე, ისე სახელგვარია მეთქე მეთქე. ღვედი მეთქე, რატო არ გიკეთაო წერანა? იმიტომ მეთქე რომ ცხელოდა თქო, მაგრამ ეხა იმიტომ გავიკეთე მეთქე რომ ის არის. პირველ პერშო მითხრა რა ზუსტად. აი, გაგაჩერე. გამარჯობა. რატო არ გიკეთე? ეხლა მაგრამ ცხელდა სიმართლე გითხრა რა. ეხლა გავიკეთე, იმიტომ რომ გითხრა რა, გითხრათ, იმიტომ რომ გავითვალისწინე, ეხლა მაგიტომ რომ მომდევდით და ამიტომ გავიკეთე. რა ხან გავითვალისწინე ამ ღვედის გაკეთება. თუ არ დამაჯერებთ, კაი იქნება, იმიტომ რომ შემდეგში უფრო მეტად გავითვალისწინებდა. არაფერი ვერ გიყურებს. რაღაცა ვიბაზრეთ, მე რაღაც ჩემი ისინი და უკაცრავ კონდიციონერი მუშაობს. კონდიციონერი იმიტომ რომ თუ მუშაობს დამძიმელი გარემოებაა რა ეხა თუ ეს მუშაობს და ღვედი ხო ხვდები რა არ მუშაობს ძალიან ჯიგრულად ერთმანეთს დაამშვიდობთ ისე რომ მეც ჭკუა ვისწავლე და იმანაც გამithვალისწინა ეხლა რა შუა შენი მე უგარდები აი შენ არა იმას ნახე იმას ის კანონის დამცველია და იმას აქვს უფლება რომ ეგრე მომიდგეს იმიტომ რომ იმან უნდა დაიცვას კანონი სადაც წერია რომ რემენი გაიკეთე და შენა ხო იდი ნახუი ანუ რატომ მე ვარ ქართულიანის დამცველი და ღვედი რო თქვა შემდეგში კანონგამცველი არ ვარ მაგრამ რემენი რა ობიექტური აი სულ ღვედს ვიძახდი ამდენ ხანდა რემენი წავამს მაგრამ მორალურად მოგიდგათ მორალურად ყველას გვაქვს უფლება რომ განგიკითხოთ არა არა ამორალურად არა კანონის დაცვის კუთხითაც ადამიანს რომელიც მოქალაქე რატო უნდა მადარდებდეს ის და კანონი და ხო ვაი და დამეჯახე და რაღაცა მოხდა კაცო და გამწირე ეგ შეგიძლია რომ მორალურად სიმთვრალეზე მიუდგე ეგრე რომ მთვრალი რატო არა რემენზეც იმიტომ რომ გივია მე და შენ რო ავარია მოგვივიდა შენ რემენი გაკეთოს დაივეწები უფრო მაგარი თვალი რო დავდიგა იგივეა და რემენი რო არ მიკეთია იგივეა არა არა იგივე თუმცა მორალურად ისიც არასწორია მორალურად არის კაცის მოკლაც არასწორია ძაღლის მოკლაც არასწორია და რავი ძაღლის დაჭრაც მაგრამ განსხვავდება ხო სხვადასხვა შენ ხა ცოტათი ხარ რა ანუ ძალიან არაშავა არა ბიჭო ეგ ცხელოდა და მოვიხსენით ან იქ არ იყოს საშიშროება რომ ვინმეს დავჯახებოდი ბიჭო მასწავლებლები ვარ ჩეჩება მასწავლებლებს რო უნები რა არა იქ იმას ნახე ავტობანზე მე სულ მიკეთია რემენი მე ხარ რო დაეჯახე გიკეკეთა კი ანუ ერთხელ იმაში ბათუმში მივიდიოდი მარშრუტკით და უკან ვიჯექი რა და მძღოლს თხოვე რომ მეთქი წინ გადმოვალ თქო და გადამიყვანა წინ ძალიან თხოვნა ხვეწნამუდარით და გორში დაგვარტყა უკინიდან ზილი როა რაღაც საბჭოთა მანქანა ღვედი რო არ მკეთებოდა უეჭველი გავარდებოდი გარეთ ის ჩემ სადაც ვიჯექი ის ადგილი ბოლომდე შეიძლება დანარჩენები იმის მერე ხო და დანარჩენებს ხა უკან აი მე რომ ვთხოვს ღვედს წინ ვიჯექი წინ რა მოითხოვეთ ქართველებო აი თქვენ როგორ მიყვართ ეს კანონდამცველები რო ოქროები მარშრუტკებში თეთრი მარშრუტკები რო 370 რო დადიოდნენ ხოლმე ბათუმში და უკანა ხალხს კაცშვილს რემენი არ ეკეთა და სკამები იყო ჩამატებული მაგას აკვალიყავდით გაუმართავ მანქანებს არ მიყვარს ვიცი რომ იცით თქვენ აი ესე მიუდგებით და
ადამიანებს იმენ აი ესე უნდა იყოს და ბევრჯერ მინახე კიდევაც ვიდეოებში მაგათ ვამართლებს თუ რას შევ არა ორივე ვიდეოში გამოსვლები რომ მეგობრებო შეიცვალოს ეს წესი და რომ ზრუნავთ ვიცი აუ რა პროჩი აქ შენთებული აი მართლა. ხავს და თქვენ სად იყავით მაგ დროს როცა მე ამას ვაკაი არა ხოლმე დემაგოგია შეჩემაკ ახალი რაღაცა იდეა როცა დემაგოგი კი დემაგოგი მაგრამ რემენი უნდა გაიკეთო გიორგი განაპრო თუ რამე დამიჭერია და სოდნია რა ანუ კომპეტენცია მყოფნია რომ აი რაღაცა გასაპროტესტებია მithქვამს ახლა და შენამდე თუ არ მოვიდა ეგ ინფორმაცია მაგარი მახატია ეგ გაიგე მახსოვს ხარ შენ დააჩი ღვედებით ხელს შევიდექ რომ გაიკეთე დღედები მეცი ეგ აქციაც მახსოვს ბიჭო ეგ პრობლემა მე აღარ მეგონა რომ იდგას საერთოდ მე მგონია რომ ინსტინქტის დონეზე აქვს ყველას თითქმის ღვედის გაკეთება მე ღვედი მეკეთება და ესეთი გამოვარდება და გდურთავს შეჩემა უკნიდან გადარჩები როგორ არ არის შეჩემო უარესად დაილეცა გადარჩები მე უკნიდან თუ დამარტყავს რემენი არაფერს შუაში არ არის ზუსტად უკნიდან დაგვარდა და გავარდებოდა ახალი წესი მეგობრებო ვინც არ იცოდით რემენი არ არის საჭირო თუ უკნიდან დაგეჯახები ეგ იცოდეთ ჩაიწერეთ ეხა შედის ისა რა მართვის სპორტმობებში თუ წინ არაფერს შეასყდი დაიჭერ ხო საჭირთ მართვის მოწმობაში რომ უნდა მოხაზო რა მან შედის რომ თუ უკიდან გვეჯახება არის საჭირო რემენი გვეჯახება არა რომელი თუ კონდიციონერი ჩართმელი შემოდა კონდიციონერი თუ გაქვს ჩართული რომელი უფრო სასში არის მე რემენი რო არ მეკეთა თუ აჩიკო იმ სანაპიროზე და მანქანით სიცხით მოვკვდები თუ ლაბაოის თავით გავიტარ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მართლა რემენი ჩემი რემენი ღვედი უფრო საშიში იყო არ მეკეთა თუ აჩიკო თავის მანქანით სანაპიროზე რომელი უფრო საშიში მითხარი შენ რა საკეთე შენ მტყვანი ხარ და გინდა რომ სამყაროს ჩირქი მოწყო ყველას სუდი რაღაცა იპოვო რაც გაუკეთებია თქვი ბიჭო იპოვო ხო კაი იპოვე დაუშვათ კაი ბიჭო შენ დადასტურებული გიორგი არ შეიძლება ეგრე ხარ არა ნახე მე აღვნიშნე რომ იურ კაცმა იურიდულადაც გითხრა მორალურადაც გითხრა მოჭადრაკე კაცია შენზე მეტი ეთქმის საღდა და ხედულობაც არ არის ჭადრაკის გამომდინარე თქვი რომ ის არის თქო ვწდებით ხო მაგაში ჩვენ მოუყომა ხო და მორჩა რა და ნუღა ხვანცალებ რა არა ბიჭო მაგას მე თუ არ ის სტადიონზე მოწევის არ იყოს ეხა არ გამახსენებინო კიდე რა ყველაფერში არასწორ შენ უპაგაძიშვილი გელი არის იმენა ეგ ახარ შეჩემა მე ვარ ბაჭია იმენა რაღაც სწორად ცხოვრობ და მოიცა შენ რატო ეწეოდი რო იცი არ ვამართლებ მე ჩემ თავს არანაირად ეგ რა მაგარი არ ვამართლებ მართალი ხარ არ ვამართლებ რას არ ვამართლებ 1 საათია ხან კონდიციონერს დააბრალე და ხან იმას გამახსენ არ ვამართლებ მაგრამ კიდე არ გავიკეთებ ხო და მე არ ვამბობ მაგას შეჩემა მე არ ვამართლებ ჩემ თავს მოწევა არ შეიძლება სტაჭესთან არ ვიცი ეგ როგორ შეო მოწევა და ტელეფონის ჭია დამიშალე კიდე თუ ხალხი გადაკავს აუ მივადექ შემდეგს მივადექ თუ ხალხი გადაკავს მაშინ არ შეიძლება მოწევა ანუ გზავრები თუ ყავს ოღონდ უცხო ხალხი რა მარშრუტკას თუ რა ქვია ყველაზე კიდე ვაფშე ქართულად რა ქვია მაკიაჟის გაკეთებაც არ შეიძლება ძალიან უცნაური რა არის ჭამა შეიძლება საჭაზე რა აი რა შაურუმას რო ჭამდე შეიძლება პრობლემა არ არის და ხო ტელეფონი რო გეჭიროს არ შეიძლება ცოტა აი ეხა აი ტელეფონი იქ სკროლავ და შაურმას რო ჭამ ქათ ტაში რა კა აშინ ამოჭერი იქამდე არა მაშინ ამოჭერი ისიც ეხა აი გადავედით ნოდართან მაგ ესე ჩეკ მაგრამ ღვედი უკეთია სამაგიეროდ რომ რა არტყას შენ ისეთი მანქანა ყავს მომენტ რომ ღვედი არ გჭირდება მართალი ხარ არა არ გადმოვარდი ხელ დიდი არის თუ ტანკს არ დაეჯახე იგივე რო დაგეჯახოს იგივე იდოს ახლა ვაპირებს რაღაც ის კიდოს საფხული მოდის ახლა და მოერიდეთ מחარას იმიტომ რომ სიცხე არის მართლა ძალიან ურახუნებს თავში ეს ალუმინის კორპუსი რო არის მაგრა აჭერს ეს მზე რა შიგნით და აი ეს მართლა გეუნები იმენა იმაზე ახლა ძალიან დამცხარა და პროსტა აი შემაწუხა ისა ეგ ხვედი ყელიდან რომ მოიხსნა აი ესე სამჯერ მოკეთებ და ისე ხო იცი როგორ გეკეთება აი ესე ნახე მახარ რო არ დაგცხეს მართლა აი ესე გადმოიტარებ ძალიან ცუდია რაც მე გავაკეთე ახლა ხუმრობდი მეგობრებო არასდროს არ გაითვალისწინოთ და არ მიიღოთ მაგალითად ჩემი რაც მე ვთქვი, მიხუმრე აბსოლუტურად ყველას თქვენივე სიცოცხლისთვის უნდა გეკეთოთ, იმიტომ რომ ხანდახან არის ესეთი მიზერული ავარიები, როდესაც შეიძლება მოდუნებული კისერი მოწყდეს. ოღონდ მართლა გეუბნები, აი მირტყმის დროს მოდუნებული კისერი გაქნევის დროს მოწყდეს და ღვედი მაგისგან გიცავთ, რომ ეს გაქნეულ კისერზე ეგრევე დიდი ინერციით არ მოწყდეს. ჩვენ დააშოვეთ ძახისა? არა, აჩი ამას აკეთებს, რომ ჭამს, სკროლავს და თან რომ როდესაც საცობში დგას.
ეხლა ტარების დროს გაქანებულ მანქანაზე მაგას არ და ასწრებს. ნამდვილად. რო დაიძრება მანქანები ასწრებს სიგარეტის ჩაქრობას, საჭმელის ჩადებას და ტელეფონის ჩადებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ როცა ამას არ აკეთებს, თქვენ მშვიდად უნდა იგზნოთ თავი მის მანქანაში. ამას არ აკეთებს და ეხლა ამოვისვით, ესე არ არის ნამდვილად. აი ესენი დაჭიმული მაქვს ხოლმე. წირო უზიარ, აი ესენი დაჭიმული მაქვს, აი მე ვატორმუზებ აი ამით. მე და შე რომ წაგუყვა მაფიაზე რომ წაგუყვანა ერთხელ სხვის მანქანაში რა ელაგავი დავინახე ყველაფერი. ისე ახლოს ჩავარა რომ გამარჯობათ. ყველაფერი დავინახე, ბავშვის დათამაშოები ისინი. და მე არაფერი არ ვთქვი. მეთქი ეს ალბათ ბუნებრივი, ალბათ უკან ვიჯექი და სხვანაირად ჩანს აქედან. წინან ხო ყველა მანქანას დაჭიმული მაქვს ხოლმე, მთელი ყბის სისტემა აქვს დაჭიმული, იმიტომ რომ ეს ვარატორმუზებს ვცდილებ რომ ყბით დავატორმუზო და თან აი ესე, აი. ნოდა რა მაინტერესებს? რომელ მე მაინც მანსანკანი და რო გიცნობ იქით. ის ჭიმას ჭადრაკიზე კითხები, მანსანკანზე იმას კითხები არ აქვს. რო გითხრა, რომელ გუნდს დაგვემატებდი, აი მე და מחარას. რომელ გუნდში გავქაჩავდით? ჩემთან რა. ანუ ხა ბიჭო, ნუ მიხსენებ რომ არ ვნახე ეგ მესიჯი, არ მინახავს, ანუ ალბათ. არა, კაი, გენაცვალეში არ ვარგო და გენაცვალეს დრო ეხა ცუდი, მაგ ტო გჭირდებოდი შენ, რომ იქნებ რამე გეშვა. არ მითამაშია მანსანკანი საერთოდ. აი მგონია რომ ძალიან ბევრი დაკარგე შენ, განსაკუთრებით, ანუ კარგად გამოგივიდო და უეჭვე. მადლობა დიდი. გიორგის ნათამაშები. ბევრად სასაცილო ტიპია, რეალურად ვიდრე შენ. იმიტომ რაღაცას რო იტყვის, აი მე სამწუხაროდ ვაკვირდებოდი რომ არ არის საჭირო. მოდი ესე თქვა, რო შეხედავ, უკვე გეცინება. ნიჭია ეგაც რა, რო შეხედავ ადამიანს და გეცინება. ნიჭია, მოდი თქვა, აგებულება უფრო. ჩუ კაი ეგრე და არ ვქი, მაგრამ ნუ სასაცილო ადამიანია რა, ნებისმიერ ხუმრობას რო იტყვის, ორჯერ უფრო სასაცილოა რა. რა ხდება? ორჯერ უფრო სასაცილოა და აი შენაირმა ტიპმა. ხო. უნდა კარგად იხუმროს რა, რომ გააცინოს. აი ესეთი წვალება გვიწევს ჩვენ. მაგრამ ეხა უკვე როგორ დაამუღამე კარგად იმაში გიყურებთ რა ქვია სულ გაცოცხლებულში მოპარულ გადაცემაში რა და ძალიან კარგად გამოს. ანუ მე ვერ წარმომედგინა რომ ტიპი კავენია რო თამაში არა. კავენია რო თამაშია და ეგრე ცოცხ კითხვა პასუხი ეგეთი მაგარი იყოს, ეგეთი არ მინახავს რა. მე მეგონა რომ იმენა კავენის დამსახურება იყო ეგ ამბავი. ეხა ისე გამოგდით ეთყობა ნელ-ნელა დაამუღამეთ კიდე. ალბათ ხო. აი ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ჩემ დროს ეხა რომ თამაშობდით, რავი, მაგაზე ვარჯიშობდით კიდეც რა და ეგრე კარგად არ გამოგდიოდა. შეიძლება ჭრით ბევრს, ხო? არა, ბევრსაც ჭრით კი რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან მაგარია. აი, როგორც მანსანკანი არ მიყვარს დიდად, არც კავენი არ მიყვარს, რაღაც სხვა სახელს დავარქმევთ. უკრაინელებს ქონდათ სიცილის ლიგა რა და ძალიან კაია რა. აი სიცილის ლიგის მოთამაშე როგორც ესეთი, გეუბნებით რომ აი იდეალურად აკეთებთ რა, ძალიან მაგრად. შენც რო იყავი, შენც მაგრა გამოგივიდა. კი. და არ უნდა გამოგდიოდეთ რა, ანუ მე ეგრე მეგონა ყოველ შემთხვევაში. კითხვა პასუხის დროს მე უცბ თამაში რა. რთულია რეალურად, ძალიან რთულია. არავის არ გვაქვს ნათამაშები კავენთან. ანუ არც ლუკას, არც ქოროს, არც ცოტნეს, არც გამოცდილების გარეშე რო ვაკეთებთ, ძალიან ჩემი აზრით ძალიან მაგარი ხარ, ვიცი. იმდენი ხანი ვაკეთებთ რომ უკვე გამოცდილებაც აუკრიფით და თავიდან გვიჭირდა რა, ეგეთი მარტივი არ იყო. ანუ ძალიან მაგარ რაღაცეებში თავთ ხანდახან აი ისეც რომ აი რომ გაგიკვირდება რომ აი ეს ტიპი იუმორისტია რა. აი ეხო მე მგონი ქება კალას. ერთ თემაზე უნდა გადავიდე რა. ფენტეზის თემა. ბეტსონ სპორტმა დაამატა თავის აპლიკაციაში პრემიერ ლიგის ფენტეზი, ოღონდ ესეც საინტერესო პრინციპით. კალას შეუძლია ხალხს შეეჯიბროს პრემიერ ლიგის ფენტეზის გუნდის აწყობაში რა. რომ კალა მააწყო. ბოლო ტური არის ხო? უკვე როგორც ვიცი. ჩემისაც უარ არის. შენი გააქვს პრეტენზია რომ შენიც იყოს? ჩემი არ კალავინ ჩემი ვერ ვიცი ხო. ახლა მაგ კალა იცი რომელი ღვედიანი. გავიგე 40 ღვედიანი არის კალა. მანქანაში როდეს და ღვედი რო უკეთ ეგ არის. პრივილეგია, ანუ კალა 40 კონდიციონერიც რო აქვს. კომენტატორობას მე არა მაქვს, მაგრამ დავაყენებ. ვიშოვი მილებს. ტრაკი დააყენე. კალა 50 ლარს ვაძლევდნენ კომენტატორობაში, მაგის გამო არის რომ ფენტეზის გუნდი შეუძლია, ჯერ ფენტეზია ჩემი ჩვენი სპონსორია Betson Sport-ი, რომელსაც აქვს ჩაშენებული თავის აპლიკაციაში Fantasy და გიორგი მახარაშვილმა ახლა ჩვენი სპონსორის ესეთი პროდუქტი, რომელსაც უამრავი ადამიანი თამაშობს, მოიხსენია გადაახვიეთ, მე ვერ გამიმეორებ. 10 წამით უკან. ერთხელ დააჭირეთ უკან გადახვევას და გიორგი რასაც ლაპარაკობს. აი ეს ჩემი ფენტეზი რა. თვითონ ფანტაზიური? ფენტეზი რა? როგორ მიყვარს რო ჩაიჯობდა რომ მე თვითონ ფანტაზიური სიტყვა? ფენტეზი რა? პრემიერ ლიგის ვითომ? პრემიერ ლიგის ფეხბურთელებით შეგიძლია აწყო გუნდი. ბიჭო, ნახე, ამ ხელა საფეხბურთო ექსპერტი კაცი ხარ. რო გამოდგები. მე შემილია შენზე უკეთ ფენტეზი როგორ უნდა იცოდე რა არის? გააჩვი რა. მე რატომ უნდა იცოდეს რა? მოდი ვცადოთ რა, მოდი ვცადოთ, მაინტერესებს. კალას აწყობილი აქვს უკვე თავისი გუნდი და ააწყო შენი გუნდი. შეგიძლია აწყო ეხლა Betson Sports აპლიკაცია გახსნა. ოღონდ
ბრუნო ფერნანდესი რა ვიყავ ვაფლა შევიძლია ვინ მოგწერა არა ასისტების პოჩი მალე არა შევიძლია 100 მილიონიდან ხო შევიძლია კაი თუ მეტყვი ვისი რეკორდი დაამხო ბრუნო ფერნანდესმა მაგ ასისტებით მაშინ აიყვანა რა შემიძლია ვნახე კაი მე ითხრა ეხლა თორე დე ბრუინი რეკორდი აი ნოდარის და დე ბრუინის არ იყო ანდრის რეკორდი სკრინ რეკორდი ჩართე מחარ და ბეტსონ სპორტის აპლიკაციაში შესვლით დაიწყო არა შანსი არა არ 20 ასისტი ქონდა ანდრის პრემიერ ლიგაში თონ ჩემი წოწოდა და შეიძლება შესწირო რავინმე მისშია ბიჭო ბრუნო როგორ ხება კიდე ერთხელ თუ გაიმეორე ტელეფონი დადე ტელეფონი დადე ერთსამ ტელეფონი დადე ტელეფონი რა გინდა შეჩემა ტელეფონი დადე ვინ არის აბა ფერნანდესი ში ში მე ვერ გავიგე ანუ ფერნანდესი როგორ ფერნანდესი ხო ფერნანდესი ხო სოდნია შეჩეა მართლა ბრუნო ფერნანდესი აბა ნახეთ აგეგრეცია შე ბრუნო ფერნანდესი გალანძი არის ანუ ედახე ერლინ გალანძი ნახე არის ჰა ბრუნო ფერნანდესი არ არის აბა ში პორტუგალიელია და იქ ბრუნო ფერნანდესი ში ხო არა სწორად სულ არა სწორად არ თქვი თავიდან სწორად ხო ფერნანდესი თავიდან პირველად სულ თქვა იმიტომ ფერნანდესი არა მე მეგონა შეცდომა იყო ალა პრიზები რა არის პრიზები ყველა ტურში არის ხოლმე სხვადასხვა PlayStation უნდა იყოს მე მგონი რა ზუსტად არ მახსოვს რა არის აჰა სკრინ რეკორდი პრიზის გამო ავთამაშობ ხა მოგიგებენ საუკეთესო დაიწყე თამაში აჰა მახარა მეჯიბრება ეხა რა ნოდარ შეგიძლია დაიხმარო ხო ნოდარი დაიხმარე დაეხმარე ხო მუბედურს $200 გამოვიდა $200 თუ ეს არის ცენტრალური მე კარი დაიწყე რა ჩანს ამარდა დააყენე ვერ ჩავსო შეიძლება წააგო მარა რატო გაწერიანდი უფასოდ თამაშის წესები რა ლობი არ მინდა ბიჭო სად არის აჩიკო ფენტეზი დაიწყე თამაში რაღაცა გავაკეთე მე მგონი უკვე აჩიკო აი წინა ტურში მაგალითად თამაშდებოდა PlayStation 5 Insta 360 და Fuji Instax კამერა აჰა ესა ხო მე კარეთი დავიწყოთ ამარდა დააყენე არა ბიჭო რა მამარდა ხა აქ უნდა მოვიგოთ მაშინ თუ უნდა მოვიგოთ ამარდოს არ აყენებ ბიჭო კასილასი არა უხერხულია კასილასი გიორგი შეგახსენებ რომ ესა ნაკრებიდან ერთ ფეხბურთელს რო იმატებდი მამარდა იყო და ფენტეზში არ უნდა იყონო კასილასი არა მოკვდა მიჩვენია კასილასი გიორგი როდიში რომ მიჩვენია კასილასი ბოლო ტურის ის არის კასილასი ავიყვანო მიჩვენია გიორგი პრემიერ ლიგა ინგლისის ჩემპიონატიდან არის კონტინგენტი მარტო ბრუნო ფერნანდესში გალანძი და სხვადასხვა ფეხბურთელი აიო ხუმრობ რა იყო აბა ვისაყენებ კარგი მამარდა დავაყენოთო მაგრამ არ არის მამარდა ეს შეიძლება აქვია. ყველას უნდა მივცე ბაზარი არა ქართულად არ არის გვარები ამის რედდეჩიც ხარ ანუ როგორც მივხვდი არა ამისაში არა აბა სახელი და გვარი დაიწყო სტრიმა ნუ რაღაც ეტაპზე მართლა ფილმივით იყო რა ჩემთვის და მეთქი რა მაგარია და გადმოვწერო არ გადმოვწერო რაღაცა მიმებში ვიყავი რა და გადმოვწერე გადავიხადე ფული შევედი თამაში ვცდილობდი რომ მეშოვა რამე ინტელექტუალური სამსახური დავდიოდი მეთქი სტატიებს წერე რაღაცა იურიდიული განათლება მაგრამ რაღაც დებილობას არავინ არ ამიყვანა არსად და დავიწყე ყაჩაღობა და ვიღაცა ტიპი დამადგა და გეხვეწებიო დამიბრუნე ყველაფერიო მითხრა და დაუბრუნე და გამოვედი რა მეთქი ხო ერთხელ ჩამირბინე სადღაც კიდე ვიფიქრე მივალ იქნება რაღაცა კაცად დამაყენოს თქო მაგრამ ყაჩაღობა მორალურად ვერ აიტანე არა მოვიდა ტიპა და გეხვეწები დამიბრუნე უკანო ძალიან მჭირდება და მეთქი დავანებეთ თავი რა რაღაცა ცუდი საქმე გავაკეთე ისედაც ჩემი განმაში ვიყავი ემოციებში და აუ ვიღაც რა ყაჩაღებ შეგრძნების ზონაზე იმას ვარცხნევ ვიღაცებს არა აქვს ეგ რა ის კაი, ჭადრაკის თემაზე ხო მაინტერესებს ნოდარს თითქმის ყოველ კვირა რაღაც ჩავარდნები აქ ხოლმე, მაგრამ სამშაბათობით Title Tuesdays სამშაბათობა ქვია ხო თან შენ? საიდან ეკ? ლაივი აქ მოპარული გადაცემა მე მეტყვის თო. 4 შაბათობა, 5 შაბათობა, პარასკეობა, ეგ. ლაივი აქ გაშვებული, სადაც სოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები არიან რეალურად მაგ ტურნირზე 400 კაცი ხო დაახლოებით ნოდარ. საშუალოდ ეგრე. და ნოდარის საუკეთესო შედეგი იყო თუ სწორად მახსოვს მე 12
შეასრულო. მე-12 ისევ? ხო, სადღაც მე-11 შეგვიძლია. წოდება გჭირდება საჭადრაკო წოდება. ყველას არ შეუულია. და შეასრულო. აი გარი საქართველოში გარი ყველაზე ცუდი რომ აი ყაზახეთში მუშაობდი წელიწად ნახევარი და ვინმესთვის რომ მეთქვა რომ მე საერთაშორისო სტატი ვარ ჭადრაკში. ვაუ რა მაგარია. მე რომ ვიყიდო რა, რამდენი ვიწვალე იცი ეგ რო შემესრულე. გავიგე შენ იწვალე. მე სადვიყიდო. არის კიდევ. ნონასთან დარეკე. ფიზიკური ტურნირები რამე აღარ თამაშობ? ეხა ვიდეოც მიდევს სხვათა შორის არხზე, უჯარიმოსთან ერთად, ჯავახასთან ერთად წასულები ვიყავით სარდინიაზე. არ მინდა მაგის გარეშე ვეთამაშები. სარდინიაზე ვიყავით ტურნირზე წასული, სადაც ასევე ტოპ ტურნირი იყო. სხვათა შორის Title Tuesday-ზე უფრო ეს ნაკლებად ვარ ხოლმე underdog-ი, ვიდრე აქ ვიყავი რა, აქ საშინლად ძალიან ბევრი ძლიერი მოჭადრაკე თამაშობდა მოკლედ. თან კლასიკა უნდა გვეთამაშა რა. აჰა. თან კლასიკა არის 3 საათი, 4-5 რა ვიზიხარ და თამაშობ რა. რო არ გეზარება. როგორ არ მეზარება. ჯავახამ ხომ მოიგო რაღაც ტურნირი. ჯერ ფეხების კრებით მოკვდები 5 საათი რო რაღაცა. სხვათა შორის ეგ უნდა მეთქვა რომ ძალიან საჭადრაკო წიკი გაქვს რა. აი ეს რო იცოდე, როგორ ერთადერთი რაც ჭადრაკში ერთადერთი რაც გაქვს არის ფეხის ქნება. ტანი კალა. ტანი ცხენი ხა არა ბიჭო. ამასო დაინახავს ვიღაცა. ჰიკარუან ვიღაცა ვაიმე ცხენს როგორ აკავს. ამას როგორ უნდა მოუგო ხო გაუწყდება გული. ესე ქენი ხოლმე ორივეს ნუშვები ერთი ქენი და სუფთა საჭადრაკო იქნება. ერთ ცალს თუ იზამ რა მარტო. მეორე უნდა გააჩინო. წინა გადაცემას რო უყურებდი ჩვენსას რაღაც მომენტში ბაგაბუგი ისმოდა ყურებში. დუგ მეთქი საიდან მოდის ეს ხმა? საიდან მოდიო და შენი საჭადრაკო წიკი ეს გენიოსში რო ხარ? ან იმდასაც ერთხელ პირში აქ ვერ ლაპარაკობ. რო ხმა გავიდეს. მე აი ამას უბრახუნებდი ფეხებს. ვის არის? ხო და იმის თქმა მინდოდა რომ ფეხები ნახე ვერაჩერებ, მაგრამ იმას მიკროფონს ნუ ურტყამ. აი გავიგე ეს. იცით რომ ისმოდა? რატო აკითხულობ კომენტარებს კი დაწერა ხალხმა იქ რომ რა ვიცი, ავტენი არა იმიტომ შენ ხო ნევროზი გაქვს ხალკე მაგ ფეხებს რო ქანავებ ვინც? არა რას ხვი ბიჭო ვის ეტრაკისაგან ფეხებს ვაქანავებ თუ არა? ღვედის არ იყოს. არა, ეხ ფეხებზე იდი ნახვი რა. მაყურებელს შეუნები? არა, კანონში ხო არ წერია ფეხები არა ქანა. ანუ იდი ნახვი მე მითხარი იმედია. ხო, ხო, კიდე კარგი გიორგი. რაღაც მომენტში შენ გითხარი ხო ვაგზელებს. ფეხებს რო ვაქანა, ანუ ეგ იგივეა რომ ერთ ფეხი რო მოკლე მხოლოდ კოჭლობი დავდიო და ავტენი ყანა კოჭლობით უნდა დიხარო. ყველა ციხეს შაქვს რომ ფეხის ქანააბარო დანაშაული. ანუ ეს დანაშაული კი არ არის, გადაცემაში ადამიანები. ავიგე, მაგრამ ეს ხო არ არის ძალიან ხარ ვაკეთებ ამ დედა ბიჭო. ხო და რაღაც იქნებ ის რო აგაფარო. ზე მყიდია ბიჭო, რავი. ერთი წამი დამშვიდე. ერთი წამი ხარ რა? ძალიან გთხოვ. რაღაცა ფანერკა ხო არ დავდოთ მანდა. რო არ ჩანდეს, მაყურებელს ნევრებს უშლის სან. რა, ბიჭო, ეგ საკე სიგიჟე. მე რატო არ ნერვოზიანი ვიღაცას თუ ჩემ ფეხების კრება ნერვებს უშლის. მე პირიქით მაგრამ ერთო მართლა მევასე. მე არ მაგიზიანი. მე არ ვარ მაგზიკით რა. მე რო უყურებ არ მაგიზიანი. მეც არ მაგიზიანის პირიქით. ხო და ანუ მე მაგ ნერვოზი კიდე მაგე? არა, იმდენად კარგად ისმინები ზოგადად შენ. იმდენად კარგად ლაპარაკობ, რომ მაგას აიტანხ, რომც არ შეხედო რა ვიზუალურად. ავიგე ხა, მაგრამ ბიჭო, ძალიან ცუდი არის ეგ ხალხო რა. რა არის ცუდი? მიკროფონს რო ურტყამ ფეხებს და რო გიწერენ კომენტარებში. ეგ გავიგე ცუდი. ბაგაბუგი რო შემოდის. ხო. მაგრამ ფეხს რომ მე ხანდახან გამექცეოდა ვაქანა, ფეხა არ ვაქანა კაცო. არის ხოლმე შეთხოვე რომ ვერ ვაკონტროლებ რა, იმიტომ რომ მე მაგ UHD თუ რაც არის და რო ერთ ადგილზე რო ჩერდები ნერვებში ADHD-ია ხო? არ ეხა რო აქ თან სვარკარო მომწე რო აქ თან ვასვარკო. ხო. შეიძლება ან რაღაცა სათლელი რომ მომწე თან თალო. მაგას გადაიტანო? ხო. და მაგიდაზე რო იჯდე რა? აი ეს ნიშნავს იცით ციკი? რატოა ყველა მოჭადრაკესა აქვს, ყველა ტიპს ვინც ტვინით ბევრს მუშაობს. ყველას აქვს რაღაც ციკი. ხო. მართალია, ანუ ამ შემთხვევაში არის რომ ტვინი უბრალოდ იმდენად ჩართულია რაღაცაზე კონცენტრირებული, რომ ცალკე ნეირონებს უშვებს და ის ტიპი არის ვაფშე ცალკე მოძრაობს. ანუ ფიქრო, ფეხებით ფიქრობ, кай სირო. ფეხებითაც ეს ხო. ორი წამი გავიდა ჩიკო და ის შობელი რო დატოვეს ბავშვს ხო ის ჩაიხადა აქანავა. არა ნუ მე რო პრობლემა მეხებს და ვიღაცას რო აღიზიანებს. ხო, შენ და უნებურად შვები. ეგ არის თემა. ანუ ვისი და საქმე. არა, სხვა თემაა. ნახე, შენ და უნებურად შვები, ძალით არ შვები. მიკროფონს ურტყავ ტექნიკური მხარეა და მესმის. ხო. მაგრამ პროსტა რო ზივარ და მე რო ესე შვები და გააჩერე მე მაგიზიანებს ყურების დროს. მუაფარე ის. მახარას დასაცავად ვიტყვი რომ რამდენჯერაც შენიშვნა მივეცით ეგრევე ჩერდება ხოლმე რა. პროსტა გაუცნობიერებლად შვება იდეაში მაგას. პროსტა ფეხებზე კიდე იმითი აზრი არ ამგონია იგულის ხმა შეიძლება თქვა, მაგრამ
ჩვენ უარეს გეტყვით რა, მოჭადრაკეებს აბსოლუტურად ყველას აქვს თავისი რაღაცა უცნაური წიკი რა. ანუ მე მაგალითად სამწუხაროდ ეს ფეხი დამჩემდა, მაგრამ ქუჩაში დავდიოდი ბავშვობაში, 16 რო დავანებე, მე გამია. ესეთ რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე, ვერ ვაკონტროლებ საერთოდ. მეც გამიტყდებოდა რომ ვიღაცა გამეკიდოს ხა ხელს ნუ იქნევ რაღაცა ისეთი. ერთი კითხვა მაქვს რა, წარმოიდგინე, თამაშობ ჭადრაკს. ამ ქვეყანასაც. თამაშობ ჭადრაკს מחარ წარმოიდგინე, ვიხარ შენს ფიქრობ და მოწინააღმდეგე მიზის ვიღაცა ერთი რომელიღაც ქვეყნიდან ბრუსი. ესე გაუჩერებლა 4 საათი გამიკეთა. ეკონა ნერვებში. მეთქი გადავალეწავ ყველაფერს თავზე. აი ეგ შენი პრობლემა. ხო, ნუ საჯს თხოვე რომ მეთქი დავალევინოთ წყალი ამ ადამიანს რომ იქნებ გამოსაქნას პირი, მაგრამ ნუ ძალიან ნერვებს მომშლელი. არა, გასაგებია ვერ აუგზავნო, მაგრამ ძალიან სტრესულია რა. 4 საათი. ხმადაბლა ისუნთქე რო უთხრა ტიპს. ხო, მესმის 4 საათი რა. პრობლემა რო ქონდეს და აი რა წიკი რო ქონდეს შენ აი აწამში ერთხელ რო იძახდეს არა, სხვას არ უნდა ეხებოდეს რა. აბას თამაშობ აი ეს რაღაც გეუნებოდეს და რო გითხრას რომ აი წიკი მაქვს ჩემი იყო დემაგოგია და ეს არ არის დემაგოგია რომ ეგ არის წიკი რო აა წიკი არ გინდა ხავს ის გოგო რო არის რა ეს რაღაცებს თუ აკეთებს ეგ აფერისტები არის ამგვარ ტორეტის სინდრომია. არის რა რაღაცა წიკები არ მე კი არ გეუნები რომ ეს აუგზავნოს და დაიძმანოს და ხო არ მოვიფიქროთ რაღაცა თქო ანუ პრობლემა იქ კი არის ეძებ საიდან მაქვს იქ პრობლემა ეძებ რომ ხო სხვა არ შეწყვეტ კარგი მაშინ არა დააბეტონო კაი მოდი კაი შენობის გაწუხებს ეგ გაწუხებ და ბეტონი დავას არა შენ გაწუხებს ეგ ფეხს ვაქანავებ არა ხო შენ თუ არ მაშინ შენ თუ გაწუხებს მითხარ და ისე არ მაწყობს ვერც აღვიქოვ მე ხო და ვისაც აწუხებს შენ ისე გავაკეთოს თქო რა ყურადღებას არ მეს ბიჭო არ ვიცი უყურებენ და არ მოწონთ რა სტატიკური კადრი გვაქვს რა. ამ სტატიკურ კადრში ერთ-ერთი მოძრაობა, რომელიც უწყვეტად არის შენი ფეხები ხოლმე რა. შესაბამისად მეც ვახანავებდი შეჩო ნერვული შეტევები რომ მეც ვახანავებდი უხეშად არ წერენ ხოლმე მე არ შემხოდრია უხეშად უბრალოდ უხეშად ვინც წერს მაგას აბსოლუტურად ვეთახმები מחარას ანუ არ მოსულა კაც აწუხებს რაღაცა და აქანავებს ეხა კაი აწუხებ מחარ შენ არ საწყენად არ გეუნები ძმაო ვინმე მწუხ შენ მართლა გეუნები შენ რაც გჭირს ორჯერ უარეს დავმართებ მართლა მაგრამ ხალხი ვინც რა ბიჭო ნიკაზე არ გვინდა ხო ნიკა გრიგოლიამ დამირეკა ეხა რომელიც რამდენიმე თვეა შეპირებულია ჩვენთან სტუმრობას და აი რაღაცა საქმეები მაქვს არ მცალი რაღაცა მოკლედ ეხა იმას ვქენიო და მინდაო რომ თქვენთან ვიყავი პირველად შეპირებულიო და აუცილებლად გესტუმრებით შეპირებული რახან ვიყავიო და შემდეგი აქვე დავანონსებ შემდეგი სტუმარი იქნება ნიკა გრიგოლია მაშინ ორ შაბათ ჩავწეროთ იმიტომ რომ მე 5 შაბათს უთხარი მე ერთკვირიანი მაქვს ლაივი როდის იწყო ეხა ამ კვირაში ხო წინასწარ გვექნება ჩაწერილი მაშინ ხო ხო ეხა 5 შაბათს ხო ხოძე ვართ ყველა всё ერთკვირიანი ლაივი მეგობრებო 25 მაისს იწყება ერთკვირიანი ლაივი გათამაშები გააკეთე მოსულ სტუმრებზე მოსულ სტუმრებზე ხო შენ გაკლია ცოტა იმ ესენი რა ქვია შენ გაჩუქებ გვედს ის გრილ გვედს დაჩი დავრეკავო ხო თქვა ჩვენ ვათამაშებთ მოპედს გამწერებზე ტატოს მოგებულ მოპედს ვათამაშებთ ბეცონ სპორტი ათამაშებს აპლიკაციის მეშვეობით მოხდება ეგეც მამაცხეკალა აი ეს ყალე ამოვაგდო გგ წავიდა მამარდა გაუშვი თუ მოგება გინდა თუ ისე შევავსოთ არა უნდა მოვიგოთ ვიდეო მაშინ რა არა ჯერ თვითონ რა სიტყვის და მე შენ წაიხ რაია მგონია ყველაზე კაი ვარიანტი აქ რა ანუ არსენალი არ გაუშვებს ვინ მოგწერა შენ ნაბოზა წერანაჩი მუთხე არა 155 პოტესი აქვს შეჭი პოტესი რა პოინტი რა ჯამში რამდენი გაქვს არა ხო მე ძვირი ეღირება ეგ არა 25 ლიმონი ღირსო მაგრამ ეხლა აქეთა მან ფასებში უნდა ჩაეტიო ხო იცი ყველა მაგარს ვერ აიღო მე კარე ჯობია რომ აიღო კარგი იმიტომ რომ ანუ მან დარი როგორიც უნდა დაფიქრდე დაურტყამენ თუ არა 4.5 მილიონი მამარდაც არ აღირს პატარა ფული მაგრამ ის არის 31 პოტესი ან მამარდას არ იყო ან ეს ამას მამარდას არ იყო ან რო გავარკვიო მოიცეზე თუ ქართულ გუნდს ვერ გააკეთებ ეხლა ზარო გინდოს ერთიკაცია მაგრამ ქართული იმას წარიყვან ანუ ხო და ანუ არა მოტივებზე ნახე აქ ნახევარ მილიონს ზოგავ მე ან მამარდაში ზოგავ ფულს პირიქით მამარდა ავიყვანო იგივე სიძლიერის მეკარე ამყავს და ნახევარ მილიონს ზოგავ თქო ვინ აკავს იგივე სიძლიერის მამარდა მამარდა აკავს ანუ ხო
და 9 მილიონს ზო გავმეტი. ხო, ყოჩა, კაი ბიჭი. იმიტომ რომ რაიაღის 9 მილიონით მეტი. ხო, მერე? თითქოს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ერთ და იგივე თამასა აქვს და 9 მილიონი აქეთ დავზოგე. მამარდაში, იმიტომ რომ ჯერ უცხოელებმა არ იციან, ახლა ნიჭი აქვს. მამარდა გაითვალისწინო, მამარდა ლივერპულში თამაში დაიწყო 1 წლის 1 სეზონია დაახლოებით და ჯამში ქონდა ალბათ 1 მშრალი იკარი, ანუ 2 მაქსიმუმ რა. რა. არაფერი, არის შანსი რომ ხა შეინარჩუნოს, მაგრამ 1 წუთით ამას. კაი, ეხლა ცენტრს უნდა დავაწვე. თავდასხმაში მე არ ვიქნები. დაეხმარებ. ნოდარ თავდასხმაში ვისურჩევ. თავდასხმაში ვის ბრუნო ხო გინდოდა ფერნანდესში. ბრუნოა სტალაჰი კარგად თამაშობს თუ არა, ძირითადში არა. აჰმად არ მოგატყუა წელს არის საუკეთესო სეზონია. არა უცებ არა უდგეს. ბიჭო, რაც მოგება უნდა, რეებსე უნდა. სალახის ნახე ესე შეხედე რა, ნოდარ ნახე. ბოლო თამაში იქნება, ხო? ხო მიდის. შემდეგ სეზონზე იქნება? და გაიტანს გოლს. ხო და ბოლო თამაში თუ აქვს, კარგია. პალმერი? ხო, ჰა? პალმერი? აი სეზონი არა აქვს მაინდა მაინც. საკა? საკა არსენალის ფეხბურთელია. ო, მაგრამ არა, ანუ ფინალისტვის მინიმუმ დაასვენებს რა უჭი. რას დაასვენებს? შეჭა ბოლო ტურია, ჩემპიონები ხდებიან. ხო, მაგრამ ფრედს აწყობს თუ როგორი სიტუაციაა? ფრე არა, ეს არის სიტიმ თუ გაიტანა. მიდი პოზიციაა. აუ, სიტის ფეხბურთელები აიყვანენ უეჭველი. და მოიგოს არსენალს. დოკუ, შერკი უეჭველი. ანუ ფერნანდესშიც კაია, ფერნანდესში. და ფერნანდესი, ფერნანდესი რა ლიმონი ყის, ჩემი გაგისოში შევედი. დასვაზე დაზოგე ფლანგები. ეს ბოლომდე ვაჩვენოთ ამის საყვანა თუ კაი, ფერნანდესი. ამას არ ვიწერდი, ბიჭო, დამავიწყდა წეღა. არა უშავს. კაი, აქედან დავიწყოთ, მოდი, ფერნანდესი. მოიტა აიყვანე ფერნანდესი, ბიჭო. იცი მე რა მგონია, რომ სიტის მცველები უნდა აიყვანო გუნდში. ფერნანდესი. ლატერალები. რატო? ხო, კაი ტიპები ყავს. დეფენსებში. შეტევაში გოლების ფუტში. ხო, იმ მარცხენას განს რა ქვია? კუკურელია უეჭველი დეფენსში. არა, ბიჭო. ორაილი კი არა, რა ქვია. ორაილი, ხო? ორაილი და ვასაი და ვა. მარცხენა ორაილია, ხო? კონსა არ მინდა. ორაილი აიყვანე, კუკურელი ამოაგდე. არა, ბოდიში, მაგრამ ვერავიყვანე. არა, კუკურელს ვერ ამოაგდებ. ორაილსა, ორაილი ერთ, თუმცა შეიძლება ორი მცველი. არ არის. ორაილი? ორილე. ორილე. არა, რაღაც უცნაურად იწერება. აპოსტროფია და რილეი არის. მე მგონი. მე ჩამორჩი პრემიერ ლიგას აღარ პროსტა უნდა ამოვიდოს. არაფერი რილეზე, არაფერი არ არის. კაი, ნახევარდაცვაში ამაყვანეთ მაშინ კაცი. ჩამშლელად აიყვანე დეკლან რაისი. რა ჩამშლე? საკა? საკა თავდასხმელი. საკა არის მარჯვენა ფორვარდი. მარჯვენა, ხო, გარემარბი ფორვარდი. დეკლან რაისი უეჭველი გაუშვი, მაგარი კაცია, მართლა წელს მაგარი სეზონი. კიდე ბოლო თამაშიდან რაღაცას იზამს, ჯარი მას გაიტანს. შუაში. ხო. რისე ჩაწერე და რისე. წერტილიანი I, ანუ A B C. უეჭველი იქნება რაისი. რიცე ჩაწერე. ხო, მაგრამ დაბლა ყოფილა, ბიჭო. რაისი. დურისე წერია. აჰა, კარგი ცელს ჩანდაბასთან. მონახე? უნდა ამოვანათოთ ამის გუნდი აჩი? ეხლა მარჯვნივ ვინ შეიძლება კიდე აქ? მარჯვენა ვისაა, კაი. კაისედოში. სიტის ვინ არის რა, მაგრამ ის ძალიან ზვირი იქნება რა ქვია. შერკი, ხო, შერკი შეიძლება. ძალიან შერკი. ზვირია? შერკი. შერკი ძალიან კაია, რაღაცებს ხუთ მილიონზე ზვირი თურისა შერკი. არა, ხუთზე ზვირი ეღირება წესთ. შერმი არა, ჩერკი იწერება. ჩერკი იწერება, ჩერკი, აჰა, კაი ჯანა. ჩერკი. 7 ლიმონი ძალიან ბევრია. გამიგებთ, კაი, ხარისხი. გავიგე, რამდენი დამჭა მამაძაღლი. სამს ბიუჯეტი 69 მილიონი. დავხარჯე უკვე? რაში დავხარჯე ბუდში? აღარ აქვს ფულს ძალა ბიჭო. აღარ გეუბნები. ვირა იყიდი არა. კაი, თავდასხმაში. მან დააყენე დოკუ ჩემი აზრით რა. ჰოლანდი? წვირი ეღირება თორე კაი ვარიანტია. 11 მილიონი. ჰოლანდი გაიტანს რა? ჰოლანდი თუ არ გაიტანს. ვისთან არის სიტი ნეტა? მასტონდა ბოლო. უიმე. ჯესუსი? მან ძალიან რთული თამაში წავა. ჯესუს. არა, ჯესუსი შეიძლება ძირითადში არც იყოს. მაშინ გიოკერეში თუ გოიკერეში თუ რაღაცა გიოკერეში. ჰოლანდი დააყენე? ხო. მაშინ გიოკერეში აღარ გინდა. ეხა იაფიანი უნდა დავაყენო რამე. ნიკეტი შავიღაა, ბიჭო. ნიკეტია? მარჯვენა თავდამსხელი. ბუენო თუ რაღაცა? ვინგერად რა. შეიძლება ხო, მანჩესტერის ხო? ბუემო? ბუემო. თუ ტიპია რაღაცნაირი. ბუცები მაინც ექნება. ბუემო.
ჩაწეული თამაშობს კეტრებით და ბუემო არ არის. მბუემო. ჰა? მბ მბუე. აუჩ, მბუე. მბუე. აუ, არიცით ბიჭო, მართლა შეაზია. მბუემო, მბ უემო ერეწერება. ბეუმო იწერება. ინგლისურად ეგრე იწერება. მბეუმო? ბეუმო. ბუმო არა. ჯესუს ვაყენებ ექვსი ლიმონადი, სხვა საშუალება. ბეტო, არის იმაზე ისა ქვია, ცათადარი ფეხბურთელი. ბეტო. რიჩარდსონი. რიჩარლისონი? უეჭველი აიყვანა ეგ. არა, ბიჭო, გეკითხე. ძალიან ბევრი გოლია გატანილი ამ სეზონში. მართლა. ძალიან ცუდი არის ჩა. ძალიან კარგია, მაგრამ გატყუებენ. ჯესუსი? ცათადარი გოზეზის. მე არ აყენებ მაგჩი. აბლო. თავდამსხმელი ყავს წინ. ვინ გაკლია? წინ ჰალანდი ყავს რა. ორსულა. მეთლა ვიშე. ვინ არის ორსულა? ლოტკინსი გაუშვი ასტონ ვილას, მაგრამ ვერ გაიტანს გოლს ალბათ. ორსულა დავაყენე. დედის თქვენ. ეხა დეფენსები რამდენი დამჭა? 47 ლიმონი დამჭა. ვინ და გაბრიელ დავაყენო? კი. არსენალის დაცვა დააყენა. არსენალის დაცვა. არსენის დაცვა დავაყენე. გაბრიელი, სალიბა და გაბრიელი. ეგორია ყველაზე მეტქულას ვინც წერს და გოლებიც გააქვთ. და გაბრიელს. ტიმბერი. ეგეც არსენალია. ერთი გუნდიდან შეგიძლია მაგდენი ტიპი? ბევრი მოთამაშეა. ერთი გუნდიდანო ბევრი მოთამაშეა. გვარდიოლა. გვარდიოლი ხო? ვანდიჯიკ. აი გვარდიოლი არ იქნება ზირითად. ვანდიჩკის ვეღარ დააყენებ, ორი ცენტრი ყავს. დავაყენე. სალიბა და გაბრიელი? ეგრე სამი დავაყენე. ცენტრალური დააყენე. სამი ცენტრალური დააყენე? სო, ავაწყე. 4-3-3 დამაყენე, მიეცა. 30 ლიმონი დამჭა. ვანდაიკი სად მარჯვენა ფლანგზე? რას დავაწყე? სათადარი გოები. სად არ გოცნა შეავსო? აი ხა დააყენე ის იესუსი რო გინდა და მან დასვის კამერა. არის? სალა დასვას ბარემ იმაში სათადარიგოში. სალა არა, ბიჭო ის. კი, უეჭველი რა. სალახი. ხო. მე კარი მითხარით კიდე ერთი, მამარდას გარდა. კარგი თუ ცუდი? კარგი. ყამზე რო ყავდეს? ხო. ფერნანდესი ხო? რა ქვია? რა ქვია? ემილიანო. აუ ის მარტინესი, მარტინესი. ფერნანდესი კი არა და მარტინესი. ასტონ ვილასთან. მაგრამ თან არა, ასტონ აი არა იყო, מחარ. ასტონ ვილას მეკარე არა იყო. სიტის ეთამაშებიან. ბრეინფორტის მეკარე არა. გააკეთოს. מחარ. გეტფორდის მეკარე რო ეტყვი რეუნები. გეტყვი ვინ არის? რომელი აიღოს იმ სამიდან, რომელიც ყავთ ახლა? გეტყვი. კი, სო. კელეჰერი აიღე, מחარ. მეკარე. იმაში. სო, შექმნა. ვისთან არის ბრენდფორდი? სახელი, კალას, სახელი კალას რო და კალას მტყნელი. რა. კალას გამჟიმავ. ბრძანებელი. კალას რა ნავი? კალას ფლობელი. კალა. ფლობელი. აგერ მოიგე, აი. ესო დავარქვა. კაი, მაყურებელიც ნახავს, შეუძლია იხელმძღვანელოს מחარას ფიქებით. ხო, თან ძალიან დიდი ხანი დასჭირდა. კაპიტანის არჩევა სავარდებულოა. ხო, კაპიტანი, ვინც გონდა რომ ყველაზე მაგრად ითამაშოს მაქედან? როგორ უნდა რას უნდა დავაწერო, იგავიჩი. მე ფერნანდესს ავირჩევდი. ჰა? აჩიგო. რას უნდა დავაწერო, კაპიტანი? აი, კაპიტანები იქნება რაისი, ვილსონი, რაშკა. თალალასთან რო გადავიხადო ფული, ეგ არის ყველაზე ძვირიანი. ნო? კაპიტანებმა შექმნა კალა აგერ მოიგე, აი. ხა მალექენი რა. სო დაჰაშეჩე. ეგ არის გუნდის მართვა, გამოთიშვა, გუნდის მართვა. სოამი ჩახტი აბა თამაში. ჯოისტიკი არ მაქვს შეჩემ. თამაში ჩართერას ქვია. კაი, ნელა გადავიდეთ დასკვნით ეტაპზე რა. ერთი ექსპერიმენტის გაკეთება მინდოდა, რომლის შემოკლებულ ვერსიასაც გავაკეთებ ახლა. מחარ, დადე ტელეფონი. מחარ. გავაკეთო, ხომ მითხარ, არ გავაკეთო. ხო გავაკეთე. სალო ნახო მე. დაიწყე თამაშიო თუ რაღაცებს მიწეს შეჩემა. всё, დაიკიდე, ხო ქონდა ის შენახული სკრინ რეკორდით. ვაჩვენებთ ხალხს თავარი. ეხა ხდება ესეთი რაღაცა. מחარ ნოდარს გაუცვალე ადგილი. ო. რატო? გაუცვალე. არა, გაუცვალე. ადექი מחარ. სო, არა, ჩაგიგდე ის ვიდეო გარემ რა. ხო. გადმოდი ნოდარ შენ. მოი. ეხა ხდება ესეთი რაღაცა რა. თვალებახოვული თამაში? ნოდარი იქნება თვალებახოვული.